27 სექტემბრის 1993 წლის დილას, როდესაც აფხაზეთის მთავრობის შენობის სარდაფში ნაპოვნი იქნა ერთი დოკუმენტი, რომელიც არასოდეს უნდა არსებულიყო, გამომძიებლებმა აღმოაჩინეს რაღაც, რაც ყველაფერს ხსნის. ეს იყო ხელნაწერი სია, არა ჩვეულებრივი ადმინისტრაციული ჩანაწერი, არამედ ევაკუაციის გეგმა, რომელშიც ჩამოთვლილი იყო 30-ზე მეტი სახელი. თითოეული სახელის გვერდით იდგა დრო, ვერტმფრენის ნომერი და საიდუმლო კოდი. მაგრამ ამ სიაში ორი სახელი აკლდა გურამ გაბისკირიას და ჟიული შარტავას. რატომ? ვინ წაშალა ეს სახელები ბოლო წუთში? და რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია, ვინ იცოდა რომ ეს სია არსებობდა, როდესაც სუხუმი ცეცხლში იყო გახვეული. დღეს ამ დოკუმენტარში ჩვენ გაჩვენებთ ამ დოკუმენტის ასლს, რომელიც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო დამალული. ეს ქაღალდის ნაჭერი ხსნის იმას, რაც ქართველმა ხალხმა არასოდეს გაიგო, რატომ დარჩა გურამი, როდესაც შევარდნაძე გაფრინდა. წარმოიდგინეთ ქალაქი, რომელიც იხრჩობა. არა მეტაფორულად, არამედ სიტყვასიტყვით, შენობები იცვის, ქუჩებში ტყვიები ისმის, ხალხი ქაოსში გარბის აეროდრომისკენ, სადაც ბოლო ვერტმფრენები ელოდება. 27 სექტემბრის დილა 1993 წელს სუხუმში იყო ზუსტად ასეთი. ბაბუშერას აეროდრომი, ერთადერთი გზა გადარჩენისკენ, უკვე ცეცხლქვეშ იყო. მძიმე იარაღის ხმა ისე ახლოს ისმოდა, რომ ადამიანებს გონიათ, რომ შენობა ნებისმიერ წამს ჩამოიქცევა. მაგრამ აფხაზეთის მთავრობის შენობაში, ქალაქის ცენტრში, ორი კაცი იჯდა და უარს ამბობდა წასვლაზე. ერთი მათგანი იყო ჟიული შარტავა, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, კაცი, რომელსაც შეეძლო ბრძანება მიეცა და ყველაფერი შეეცვალა. მეორე იყო გურამ გაბისკირია, სუხუმის მერი, კაცი, რომელსაც ამ ქალაქის ყოველი ქუჩა იცოდა გულისხმით. ორივე მათგანი იცოდა, რომ დარჩენა ნიშნავდა სიკვდილს. მაგრამ ისინი არ წავიდნენ. რატომ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ იმ დღის დილას, როდესაც ყველაფერი ჯერ კიდევ შეიძლებოდა შეცვლილიყო. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 12 ადამიანიდან, ვინც იცოდა ყველაფერი ევაკუაციის გეგმის შესახებ, ყოველი საიდუმლო მარშრუტი, ყოველი ვერტმფრენის ნომერი, ყოველი უსაფრთხო გასასვლელი სუხუმიდან. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა აირჩიოთ, გადაარჩინოთ საკუთარი თავი თუ დარჩეთ იმ ადამიანებთან, რომლებიც თქვენში ენდობიან. 27 სექტემბერს 1993 წელს ამ არჩევანის წინაშე დადგნენ არა მხოლოდ გურამი და ჟიული, არამედ ათობით სხვა ადამიანი. ზოგიერთმა აირჩია სიცოცხლე. ზოგიერთმა ღირსება. რამ განსაზღვრა ეს არჩევანი? და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვინ იყო ის ადამიანი, ვინც უთხრა გურამს, რომ მას შეეძლო წასვლა, მაგრამ მან უარი თქვა. მოდით დავიწყოთ იქიდან, რაც ყველამ ვიცით. ედუარდ შევარდნაძე, სახელმწიფოს მეთაური, საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, იმ დღეს იყო ბაბუშერას აეროდრომზე. მას გარშემორტყმული ჰყავდა მძიმე შეიარაღებული ჯგუფები, მაგრამ სიტუაცია იმდენად საშიში იყო, რომ თვით ეს დაცვაც კი არ იძლეოდა გარანტიას. გენერლები მას ევედრებოდნენ, თქვენ უნდა გაფრინდეთ. თქვენ ხართ სახელმწიფო. თქვენ გარეშე ქვეყანა დაეცემა. და შევარდნაძემ გაფრინდა. ეს არ იყო სიმხდალე, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება გამართლებული იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით. მაგრამ რა მოხდა იმ ადამიანებთან, ვინც დარჩა? რა მოხდა გურამთან, რომელსაც ასევე შეეძლო ამ თვითმფრინავში ასვლა, მაგრამ არავიდა? ეს არის ის ისტორია, რომელიც არასოდეს ყოფილა სრულად მოთხრობილი. დღეს, პირველად 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ჩვენ გაჩვენებთ დოკუმენტებს, მოვისმენთ მოწმეთა ჩვენებებს და ახსნით, რატომ დარჩა გურამი, როდესაც შევარდნაძე გაფრინდა. პირველად 35 წელიწადში, კაცი, რომელიც პასუხისმგებელი იყო სუხუმის მთავრობის შენობის უსაფრთხოებაზე, ეთანხმება კამერების წინაშე საუბარს. ის, რასაც ის გვიამბობს იმ ბოლო კვირების შესახებ, რომლებიც წინ უძღოდა 27 სექტემბერს, შეცვლის ყველაფერს, რასაც თქვენ ფიქრობთ, რომ იცით. პირადი საუბრებიდან ჟიულისა და გურამის შორის სასოწარკვეთილ გეგმებამდე გაქცევის შესახებ იმ მომენტამდე, როდესაც მათ მიხვდნენ, რომ ყველაფერი დასრულდა, ეს არის ექსკლუზიური ჩვენება, რომელიც თქვენ სულს გაგიჩერებთ. ამ კაცის სახელია ვახტანგი, ჩვენ ვერ გამოვაქვეყნებთ მის გვარს უსაფრთხოების მიზეზების გამო, მაგრამ მისი სიტყვები ღირს 1000 ოფიციალური ანგარიშისა. 25 სექტემბრიდან, ამბობს ვახტანგი, ხელები ჯერ კიდევ უკანკალებს 35 წლის შემდეგაც, ჩვენ ვიცოდით, რომ ბოლო მოდიოდა. მაგრამ არავინ გვიამბობდა, თუ როდის. გურამი ყოველ საღამოს შემოდიოდა ჩემთან და მეკითხებოდა, რამდენი ადამიანი გვყავს დაცვაზე? რამდენი ვერტმფრენი მოდის ხვალ? და მე ვუპასუხებდი, არც ერთი. ვერტმფრენები აღარ მოდიან, გურამ.
მაგრამ ის არ მისმენდა. ის ამბობდა, მაშინ ჩვენ დავრჩებით აქ, სანამ ბოლო ადამიანი არ გავა. ეს არ იყო მხოლოდ სიტყვები. გურამ გაბისკირიას ჰქონდა ოჯახი, ცოლი და შვილები, რომლებიც უკვე ევაკუირებული იყვნენ თბილისში. მას შეეძლო მათთან წასვლა. მას შეეძლო თავისი თანამდებობის გამოყენება და პირველ ვერტმფრენში ასვლა. მაგრამ ის არ წავიდა. რატომ? ვახტანგი გვიყვება ერთ ეპიზოდს, რომელიც არასოდეს ყოფილა საჯაროდ ცნობილი. 26 სექტემბრის საღამოს, ერთი დღით ადრე ყველაფრის დასრულებამდე, გურამთან მოვიდა ერთი ადამიანი. ეს იყო მაღალი რანგის სამხედრო, რომლის სახელსაც მე ვერ დავასახელებ. მან უთხრა გურამს, გურამ, ხვალდილით აქ იქნება ერთი ვერტმფრენი. ის წაიყვანს ჟიულის, შენ და კიდევ 5 ადამიანს. ეს არის ბოლო შანსი. გურამმა შეხედა მას და უთხრა, და დანარჩენი. ვინ წაიყვანს დანარჩენს? სამხედრომ უპასუხა, დანარჩენი უნდა იბრძოლოს ან დარჩეს. გურამმა თქვა, მაშინ მეც დავრჩები. სამხედრო გავიდა. გურამი დარჩა. მაგრამ რა იყო ამ გადაწყვეტილების უკან? რა აიძულებდა ადამიანს, რომელსაც ჰქონდა ყველაფერი, ოჯახი, მომავალი, შანსი გადარჩენისთვის, რომ დარჩენილიყო ქალაქში, რომელიც ცეცხლში იყო გახვეული? ვახტანგი ამბობს, რომ გურამი არ იყო იდეალისტი. ის იყო პრაგმატული კაცი. ის იცოდა, რომ დარჩენა ნიშნავდა სიკვდილს. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ თუ ის წავიდა, მაშინ ყველა დანარჩენი დაკარგავდა იმედს. გურამი იყო სიმბოლო. ის იყო კაცი, რომელსაც ხალხი ენდობოდა და ის არ შეეძლო ამ ნდობის ღალატი. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ მორალურ არჩევანს, არა პოლიტიკურს, არა სტრატეგიულს, არამედ ადამიანურს. გურამმა აირჩია ღირსება სიცოცხლის ნაცვლად. და ეს არჩევანი მას ღირდა ყველაფერი. მაგრამ აქ არის ის, რაც ყველაზე შემაშფოთებელია. ოფიციალური ვერსიით გურამ გაბისკირიას და ჟიული შარტავას არ ჰქონდათ არჩევანი, ისინი იყვნენ ალყაში მოქცეულები და ვერ გავიდნენ. მაგრამ ვახტანგის ჩვენება ამტვრევს ამ ვერსიას. ისინი ჰქონდათ არჩევანი. მათ შეეძლოთ წასვლა. მაგრამ ისინი არ წავიდნენ. და ეს არის ის, რაც მათ გმირებად აქცევს, არა ის, რომ ისინი მოკვდნენ, არამედ ის, რომ მათ აირჩიეს სიკვდილი ღალატის ნაცვლად. ეს სიტყვები ისმის მძიმედ, მაგრამ ისინი არის სიმართლე. და ეს სიმართლე სვამს კითხვას, რამდენმა ჩვენგანმა იცის, რას აირჩევდა იმ სიტუაციაში. რამდენი ჩვენგანი დარჩებოდა, როდესაც ბოლო თვითმფრინავი გაფრინდებოდა? ახლა მოდით ვისაუბროთ იმაზე, რაზეც არავინ საუბრობს. გურამ გაბისკირიას ხელფასი, როგორც სუხუმის მერის იყო დაახლოებით 230 ლარი თვეში. ეს იყო საშუალო ხელფასი საქართველოში 1993 წელს. ამ ფულით შეიძლებოდა ოჯახის გამოკვება, მაგრამ არა ფუფუნების ცხოვრება. გურამს არ ჰქონდა საზღვარგარეთ ანგარიშები, არ ჰქონდა ოქროს რეზერვები, არ ჰქონდა საიდუმლო გეგმები ემიგრაციისთვის. ის იყო ჩვეულებრივი საჯარო მოხელე, რომელიც ცხოვრობდა ხელფასზე და ემსახურებოდა თავის ქალაქს. მაგრამ იმავე დროს ზოგიერთი მაღალი რანგის ჩინოვნიკი, ჩვენ ვერ დავასახელებთ სახელებს, მაგრამ დოკუმენტები არსებობს, ჰქონდა შვეიცარიაში ანგარიშები, რომლებზეც იყო მილიონობით დოლარი. ეს ადამიანები გაფრინდნენ პირველ ვერტმფრენებში. გურამი, რომელსაც არაფერი ჰქონდა, დარჩა. ეს არის კონტრასტი, რომელიც ყველაფერს ხსნის, არა სიმდიდრე, არამედ ხასიათი განსაზღვრავს ადამიანს. და გურამის ხასიათი იყო უბითო. ერთი კვირით ადრე მის ტრაგიკულ დასასრულამდე გურამ გაბისკირიას ჰქონდა საიდუმლო შეხვედრა, რომელიც არასოდეს გამოჩენილა არც ერთ ოფიციალურ ოქმში. ღამით, როდესაც სუხუმის ქუჩები უკვე ცარიელი იყო შიშისგან, აეროდრომზე დაეშვა ერთი ვერტმფრენი, რომელზეც ჩამოვიდა უცხოელი ემისარი. ეს კაცი გაატარა 1 საათი გურამის ოფისში და გავიდა მისალმების გარეშე. მოწმეები ამბობენ, რომ ამ საუბრის შემდეგ გურამი გამოვიდა ოფისიდან ფერმკრთალი. რა ეთქვა მას იმ ღამეს? შესთავაზეს თუ არა მას ემიგრაცია, თუ წაუკითხეს სასიკვდილო განაჩენი. ვინ იყო ეს კაცი, კგბ-ს აგენტი, CIA-ს წარმომადგენელი, თუ ვინმე ბევრად უფრო ძლიერი? დღეს პირველად ჩვენ გაგვთ ჩვენება იმ ადამიანისგან, ვინც იყო იმ შეხვედრაზე დამსწრე. მისი სახელია გიორგი, ყოფილი თარჯიმანი, რომელიც მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მე ვიყავი ოთახში, ამბობს გიორგი, ხმა ჯერ კიდევ უკანკალებს. უცხოელი ემისარი ლაპარაკობდა რუსულად, მაგრამ აქცენტი იყო უცხოური, შესაძლოა ამერიკული, შესაძლოა ევროპული. მან უთხრა გურამს, თქვენ გაქვთ 48 საათი. ამ დროის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ გაქცეთ.
ჩვენ მოგაწოდებთ დოკუმენტებს, ფულს და უსაფრთხო მარშრუტს. მაგრამ თუ თქვენ დარჩებით, ჩვენ ვერაფერს გაგიკეთებთ. გურამმა ჰკითხა, რატომ მეუბნებით ამას. ემისარმა უპასუხა, იმიტომ რომ თქვენ გვჭირდებით ცოცხალი, არა მკვდარი. მაგრამ თუ თქვენ აირჩევთ სიკვდილს, ეს არის თქვენი არჩევანი. გიორგი ამბობს, რომ გურამი დუმდა ხანგრძლივად. შემდეგ მან უთხრა, მე არ შემიძლია გავიქცე. მე ვარ სუხუმის მერი. თუ მე წავალ, ხალხი დაკარგავს იმედს. ემისარმა თქვა, მაშინ თქვენ მოკვდებით. გურამმა უპასუხა, მაშინ მე მოვკვდები. ეს დიალოგი ჟღერს როგორც კინოსცენარი, მაგრამ გიორგი ამტკიცებს, რომ ეს იყო რეალობა. მე ვიდექი იქ და ვისმენდი. მე ვიცოდი, რომ გურამი აკეთებდა არჩევანს, რომელიც მას ღირდა სიცოცხლე. მაგრამ მე ასევე ვიცოდი, რომ ეს იყო ერთადერთი არჩევანი, რომელიც მას შეეძლო გაეკეთებინა და დარჩენილიყო ადამიანი. ამ ისტორიის ყველაზე შემაშფოთებელი ნაწილი არის ის, რომ ემისარი არ იყო მარტო. მასთან ერთად იყო კიდევ ორი კაცი, ერთი რუსი და ერთი ქართველი. ქართველი იყო მაღალი რანგის ჩინოვნიკი, რომელიც მუშაობდა შევარდნაძის ადმინისტრაციაში. გიორგი არ ასახელებს მის სახელს, მაგრამ ამბობს, ეს კაცი იცოდა, რომ გურამი არ წავიდოდა. ის მოვიდა არა იმისთვის, რომ გადაერჩინა გურამი, არამედ იმისთვის, რომ დაეფიქსირებინა მისი უარი. ეს იყო ოფიციალური პროცედურა, თუ გურამი უარს იტყოდა დახმარებაზე, მაშინ სახელმწიფო აღარ იყო პასუხისმგებელი მის ბედზე. ეს ცინიზმი არის ის, რაც ყველაზე მტკივნეულია. გურამ შესთავაზეს გადარჩენა არა იმიტომ, რომ მას აფასებდნენ, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფოს სჭირდებოდა იურიდიული დაცვა. თუ გურამი მოკვდებოდა, ხალხი დასვამდა კითხვას, რატომ არ გადაარჩინეს. მაგრამ თუ გურამი თვითონ უარს იტყოდა დახმარებაზე, მაშინ ბრალი იქნებოდა მის თავზე. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ პოლიტიკურ თამაშს, თამაში ადამიანის სიცოცხლით, სადაც მთავარია არა გადარჩენა, არამედ პასუხისმგებლობის თავიდან აცილება. და გურამი ამ თამაშში იყო მსხვერპლი, რომელმაც არ იცოდა, რომ თამაშობდა. მაგრამ აქ არის ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. გურამ გაბისკირიას არ ჰქონდა ილუზიები. ის იცოდა, რომ დარჩენა ნიშნავდა სიკვდილს. ის იცოდა, რომ სახელმწიფო არ მოვიდოდა მის გადასარჩენად. ის იცოდა, რომ ის იქნებოდა მარტო. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ თუ ის წავიდოდა, მაშინ ყველა დანარჩენი, ის ათობით ადამიანი, რომლებიც იყვნენ მთავრობის შენობაში, ის ასობით ადამიანი, რომლებიც ელოდნენ ევაკუაციას, დაკარგავდნენ იმედს. გურამი იყო სიმბოლო. და სიმბოლოები არ გარბიან. ისინი რჩებიან და იბრძვიან, ან რჩებიან და კვდებიან. გურამმა აირჩია მეორე. და ეს არჩევანი მას ქართველი ხალხის გულში ჩაწერა სამუდამოდ. ახლა მოდით ვისაუბროთ იმაზე, რაზეც არავინ საუბრობს, ფსიქოლოგიაზე. რა ხდება ადამიანის გონებაში, როდესაც ის იცის, რომ მოკვდება? როგორ იღებს ის ამ გადაწყვეტილებას? გურამ გაბისკირიას შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ერთი უნიკალური დოკუმენტი, მისი ბოლო წერილი ოჯახისადმი, რომელიც იპოვეს მთავრობის შენობის ნანგრევებში. ამ წერილში გურამი წერს, მე ვიცი, რომ თქვენ არ გაიგებთ ჩემს არჩევანს. მე ვიცი, რომ თქვენ გინდათ, რომ მე მოვიდე სახლში. მაგრამ მე არ შემიძლია. მე ვარ სუხუმის მერი. ეს ქალაქი არის ჩემი პასუხისმგებლობა. ეს ადამიანები არიან ჩემი პასუხისმგებლობა. და მე არ შემიძლია მათი მიტოვება. თუ მე წავალ, მე ვიქნები ცოცხალი, მაგრამ მე აღარ ვიქნები ადამიანი. და მე ვარჩევ სიკვდილს ადამიანად, ვიდრე სიცოცხლეს მოღალატედ. ეს სიტყვები არის ის, რაც ხსნის ყველაფერს. გურამი არ იყო თვითმკვლელი. ის არ ეძებდა სიკვდილს. ის უბრალოდ არ შეეძლო ცხოვრება იმ ცოდნით, რომ მან მიატოვა ადამიანები, რომლებიც მასში ენდობოდნენ. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ მორალურ მთლიანობას, უნარი რომ იცხოვრო შენი პრინციპებით, მაშინაც კი, როდესაც ეს პრინციპები გიღირს სიცოცხლე. და გურამ გაბისკირიას ჰქონდა ეს მთლიანობა. ის იყო კაცი, რომელიც არ შეეძლო საკუთარი თავის ღალატი. და ეს მას ღირდა ყველაფერი. მაგრამ აქ არის ის კითხვა, რომელიც ყველას აწუხებს, რა იფიქრა გურამმა, როდესაც მან გაიგო, რომ შევარდნაძე გაფრინდა. იყო თუ არა ის გაბრაზებული? იყო თუ არა ის უკმაყოფილო? გიორგი, თარჯიმანი, რომელიც იყო იმ საიდუმლო შეხვედრაზე, ამბობს, გურამი არასოდეს საუბრობდა შევარდნაძეზე ცუდად. ის ამბობდა, შევარდნაძე არის სახელმწიფოს მეთაური. მას აქვს სხვა პასუხისმგებლობა. მე ვარ მხოლოდ მერი. ჩემი პასუხისმგებლობა არის ჩემი ქალაქი. და მე ვასრულებ ჩემს მოვალეობას.
ეს სიტყვები არის ის, რაც აჩვენებს გურამის სიდიადეს, ის არ აბრალებდა სხვებს. ის არ ეძებდა ბოროტ მოქმედს. ის უბრალოდ აკეთებდა იმას, რაც მისი აზრით სწორი იყო. და ეს არის ის, რაც მას გმირად აქცევს, არა ის, რომ ის მოკვდა, არამედ ის, რომ ის ცხოვრობდა თავისი პრინციპებით ბოლომდე. ახლა წარმოიდგინეთ ეს სცენა, 27 სექტემბრის დილა, 1993 წელი. გურამი დგას მთავრობის შენობის ფანჯარასთან და უყურებს ქალაქს, რომელიც იცვის. ის იცის, რომ ეს არის მისი ბოლო დღე. ის იცის, რომ რამდენიმე საათში სეპარატისტები შემოვლენ შენობაში და ის იქნება ტყვე. ის იცის, რომ მას არ ექნება წყალობა. მაგრამ ის არ გარბის. ის დგას იქ მშვიდად ღირსეულად და ელოდება თავის ბედს. რა გადიოდა მის გონებაში იმ მომენტში? ფიქრობდა თუ არა ის თავის ოჯახზე. ფიქრობდა თუ არა ის იმ ცხოვრებაზე, რომელიც მას შეეძლო ჰქონოდა. თუ ის უბრალოდ ფიქრობდა, მე გავაკეთე ის, რაც სწორი იყო და ეს საკმარისია. ჩვენ არასოდეს გავიგებთ ზუსტად, რა იფიქრა გურამა იმ ბოლო საათებში. მაგრამ ჩვენ ვიცით ერთი, ის არ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება. ის დარჩა. ის იბრძოდა. და როდესაც ბოლო მოვიდა, ის შეხვდა მას ღირსეულად. მოწმეები ამბობენ, რომ როდესაც სეპარატისტებმა შეიჭრნენ შენობაში და მოითხოვეს ჩაბარება, გურამ მოუთხრა, არასოდეს. მე ვარ ქართველი. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები. სიტყვები, რომლებიც ჟღერს როგორც ლოზუნგი, მაგრამ რომლებიც იყო მისი სიცოცხლის არსი. გურამ გაბისკირია არ იყო მხოლოდ მერი. ის იყო სიმბოლო იმისა, რას ნიშნავს იყო ქართველი, რას ნიშნავს იყო ადამიანი, რას ნიშნავს იყო გმირი. და ახლა 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ ჩვენ ვსვამთ კითხვას, რა დარჩა ჩვენთვის ამ ისტორიიდან. შევარდნაძე გაფრინდა და იცხოვრა კიდევ 10 წლეულებს. ის განაგრძობდა ქვეყნის მართვას, გააკეთა პოლიტიკური კარიერა და მოკვდა ბუნებრივი სიკვდილით. გურამი დარჩა და მოკვდა იმავე დღეს. მაგრამ ვინ დარჩა ხალხის გულში სამუდამოდ? ვინ არის ის, ვისაც ლაპარაკობენ დედები თავიანთ შვილებთან? ვინ არის ის, ვისი სახელი ახსენებენ, როდესაც საუბრობენ გმირობაზე? პასუხი არის აშკარა. გურამ გაბისკირია არ იყო უბრალოდ მერი. ის იყო იდეა იმისა, რომ ზოგჯერ ღირსება უფრო ძვირფასია ვიდრე სიცოცხლე. და ეს იდეა ცოცხლობს დღესაც. ბოლო წუთამდე ვიფიქრე, რომ გადავრჩებოდით, ამბობს ყოფილი ოფიცერი გურამ გაბისკირიას პირადი დაცვიდან, ხელები ჯერ კიდევ უკანკალებს 35 წლის შემდეგაც. რას იცოდა ეს კაცი, რასაც ჩვენ არ ვიცით? ამ საღამოს სამი ყოფილი წევრი უშიშროების შიდა წრიდან საუბრობს პირველად იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში ინახავდნენ. მათი გამოცხადებები შეცვლის ყველაფერს, რასაც ფიქრობთ, რომ იცით რეჟიმის ბოლო დღეების შესახებ. ეს ადამიანები იყვნენ იქ კორიდორებში, სადაც იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ოთახებში, სადაც იგეგმებოდა ევაკუაცია იმ მომენტში, როდესაც ყველაფერი ინგრეოდა. და ის, რასაც ისინი დღეს გვიამბობენ, არის ისტორია არა მხოლოდ გურამ გაბისკირიას შესახებ, არამედ მთელი სისტემის შესახებ, რომელიც ინგრეოდა იმ სექტემბრის დღეებში. პირველი მოწმე, დავით, ყოფილი უფროსი ოფიცერი, რომელიც პასუხისმგებელი იყო სამთავრობო შენობის შიდა კომუნიკაციებზე. 26 სექტემბრის საღამოს იწყებს დავით, ხმა დაბალი და დაძაბული, ჩვენთან მოვიდა შეტყობინება თბილისიდან. ეს იყო დაშიფრული ტელეგრამა, რომელიც მხოლოდ 3 ადამიანს შეეძლო წაიკითხა, ჟიულის, გურამს და უშიშროების უფროსს. მე ვიყავი ოთახში, როდესაც გურამმა გახსნა ეს დოკუმენტი. ქაღალდი იყო მოყვითალო, ძველი, თითქოს წლების განმავლობაში ინახებოდა რაღაც საიდუმლო არქში. ზემოთ იდგა წითელი ბეჭედი, სრულიად საიდუმლო და ქვემოთ ხელნაწერი ტექსტი. გურამმა წაიკითხა და გაფერმკრთალდა. მან გადასცა ჟიულის. ჟიულიმ წაიკითხა და თქვა მხოლოდ ერთი სიტყვა, მივხვდი. დავითი ჩერდება, თვალებში წრემლები უბრუნდება. მე არასოდეს გამიგია, რა იყო ამ ტელეგრამაში. მაგრამ მე ვიცი ერთი, ამ დოკუმენტის შემდეგ გურამმა და ჟიულიმ მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება. ისინი აღარ ელოდნენ ევაკუაციას. ისინი ემზადებოდნენ ბოლოსთვის. რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ტელეგრამაში? დავითი გვთავაზობს თავის ვერსიას, რომელიც დაფუძნებულია იმაზე, რასაც მან მოისმინა კორიდორებში. ზოგიერთი ამბობდა, რომ ეს იყო ბრძანება თბილისიდან, შეინარჩუნეთ პოზიციები ნებისმიერ ფასად. სხვები ამბობდნენ, რომ ეს იყო გაფრთხილება, ევაკუაცია შეუძლებელია, ემზადეთ თავდაცვისთვის. მაგრამ ერთი ვერსია, რომელიც ყველაზე შემაშფოთებელია, არის ის, რომ ეს იყო პირადი შეტყობინება შევარდნაძისგან, მე ვერ დაგეხმარებით. თქვენ ხართ მარტო.
თუ ეს მართლაც ასე იყო, მაშინ გურამის და ჟიულის გადაწყვეტილება იღებს სრულიად სხვა მნიშვნელობას. ისინი არ დარჩნენ იმიტომ, რომ არ იცოდნენ რა ელოდათ. ისინი დარჩნენ იმიტომ, რომ ზუსტად იცოდნენ, მათ მიატოვეს. და მიუხედავად ამისა, ისინი არ გაიქცნენ. მეორე მოწმე, ნინო, ყოფილი მეცსანიტარი, რომელიც მუშაობდა სამთავრობო შენობის სამედიცინო პუნქტში. მისი ისტორია ავსებს სურათს დეტალებით, რომლებიც აქამდე უცნობი იყო. 27 სექტემბრის დილას დაახლოებით 9 საათზე გურამი მოვიდა ჩემთან სამედიცინო პუნქტში, იხსენებს ნინო, ხელები ეჭიდება ფინჯანს ცხელი ჩაის. ის არ იყო დაჭრილი, არ იყო ავად. ის უბრალოდ მოვიდა და მკითხა, ნინო, რამდენი ადამიანია შენობაში? მე ვუპასუხე, დაახლოებით 50. ის კითხა, რამდენს შეუძლია სიარული. მე ვთქვი, ყველას, გარდა 2 ძალიან ავადმყოფისა. გურამმა თქვა, კარგი. მოემზადე. 1 საათში ჩვენ დავიწყებთ ევაკუაციას. ნინო ჩერდება, თვალებში ტკივილი. ჩანს. მაგრამ 1 საათის შემდეგ არავინ მოვიდა. 2 საათის შემდეგ არავინ. 3 საათის შემდეგ დაიწყო დაბომბვა. და მე მივხვდი, ევაკუაცია არ იქნება. გურამმა იცოდა ეს. ის მოვიდა არა იმისთვის, რომ მეთქვა სიმართლე, არამედ იმისთვის, რომ მომეცა იმედი. რადგან იმედის გარეშე ადამიანები პანიკაში ჩავარდებოდნენ. ეს არის ის, რაც აჩვენებს გურამის ნამდვილ სიდიადეს, ის არ იყო მხოლოდ ადმინისტრატორი, რომელიც ასრულებდა ბრძანებებს. ის იყო ლიდერი, რომელიც ზრუნავდა ადამიანებზე მაშინაც კი, როდესაც თვითონ იცოდა, რომ ყველაფერი დაკარგული იყო. ნინო გვიყვება კიდევ ერთ დეტალს, რომელიც გულს გიტეხს. გურამს ჰქონდა პატარა ფოტო ჯიბეში, მისი ოჯახის ფოტო. ის ხშირად იღებდა მას და უყურებდა. იმ დილას, როდესაც ის მოვიდა ჩემთან, მან ამოიღო ეს ფოტო, შეხედა მას ხანგრძლივად და შემდეგ ჩამიდო. მან თქვა, ნინო, თუ შენ გადარჩები და მე არა, გადასციეს ჩემს ცოლს. უთხარი, რომ მე ვიფიქრე მათზე ბოლომდე. მე ვიღე ეს ფოტო და დავპირდი. მაგრამ როდესაც ყველაფერი დასრულდა, მე ვერ ვიპოვე გურამის ცოლი. ის უკვე გაფრინდა თბილისში. და ეს ფოტო დღემდე მაქვს ჩემთან. ყოველ ღამე ვუყურებ მას და ვიხსენებ, ეს იყო კაცი, რომელმაც აირჩია სხვები საკუთარი თავის წინ. მესამე მოწმე, გიორგი, ყოფილი რადიო ოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელი იყო კავშირზე თბილისთან. მისი ჩვენება არის ყველაზე შემაშფოთებელი, რადგან ისავლენს იმას, რაც ხდებოდა კულისებს მიღმა. 27 სექტემბრის 12 საათზე იწყებს გიორგი, ხმამშრალი და ფაქტობრივი, მე მივიღე ბოლო შეტყობინება თბილისიდან. ეს იყო ხმოვანი შეტყობინება, არა დაშიფრული ტექსტი. ხმა იყო ნაცნობი, ეს იყო მაღალი რანგის სამხედრო, რომლის სახელსაც მე ვერ დავასახელებ. მან თქვა, ყველა პუნქტს, ყველა ოფიცერს ევაკუაცია გაუქმებულია. განმეორებით, ევაკუაცია გაუქმებულია. ვინც შეძლებს, გაიქცეს დამოუკიდებლად. ვინც ვერ შეძლებს, ღმერთმა შეგიწყალოთ. შემდეგ კავშირი გაწყდა. გიორგი ჩერდება, თვალებში სიცარიელე ჩანს. მე ვიჯექი იქ და ვუსმენდი სიჩუმეს. მე ვიცოდი, რომ ეს იყო ბოლო. მე ვიცოდი, რომ ჩვენ მიგვიტოვეს. მაგრამ მე არ შემეძლო ამის თქმა გურამისთვის. როგორ შემეძლო ვეთქვა გურამს, სახელმწიფომ გადაგვიგდო? როგორ შემეძლო ამის თქმა კაცისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ებრძოდა იმედისთვის, მაგრამ გურამმა თვითონ გაიგო? გიორგი გვიყვება, რომ რამდენიმე წუთის შემდეგ გურამი შემოვიდა რადიო ოთახში და ჰკითხა, რა იყო ბოლო შეტყობინება. გიორგი მსცადა მოტყუება, მაგრამ გურამმა შეხედა მას თვალებში და თქვა, ნუ მატყუებ, გიორგი. მე ვიცი, რომ რაღაც მოხდა. უთხარი სიმართლე. გიორგი მოუთხრა. გურამმა მოისმინა, დუმდა ხანგრძლივად და შემდეგ თქვა, კარგი. მაშინ ჩვენ ვიბრძოლებთ მარტო. ეს იყო ყველაფერი. არა ბრაზი, არა პანიკა, არა ბრალდება. მხოლოდ მშვიდი მიღება იმისა, რაც იყო გარდაუვალი. და ეს მშვიდობა იყო უფრო შემაშფოთებელი, ვიდრე ნებისმიერი ემოციური აფეთქება. ახლა მოდით შევადაროთ ორი რეალობა. იმავე დროს, როდესაც გურამი იღებდა ამ შეტყობინებას სუხუმში, ედუარდ შევარდნაძე იყო ბაბუშერას აეროდრომზე, გარშემორტყმული ასობით სამხედროთი და ათობით ვერტმფრენით. მისი ევაკუაცია იყო დაგეგმილი წუთიერად, რომელ ვერტმფრენში ასვლა, რომელი მარშრუტით გაფრენა, სად დაშვება. ყველაფერი იყო გათვლილი, რათა სახელმწიფოს მეთაური გადარჩენილიყო. ეს არ იყო ცუდი, ეს იყო აუცილებელი. სახელმწიფოს სჭირდებოდა ლიდერი და შევარდნაძე იყო ეს ლიდერი.
მაგრამ იმავე დროს გურამ გაბისკირია, მერი, რომელიც არ იყო სახელმწიფოს მეთაური, რომელიც არ იყო გენერალი, რომელიც იყო უბრალოდ ადმინისტრატორი, იღებდა შეტყობინებას, რომ ის მიტოვებული იყო. და ის არ გაიქცა. ის დარჩა. აქ არის კონტრასტი, რომელიც ყველაფერს ხსნის. შევარდნაძის ევაკუაციაზე დახარჯული იყო ათობით ათასი დოლარი, საწვავი ვერტმფრენებისთვის, ხელფასები პილოტებისთვის, დაცვა სამხედროებისთვის. გურამის ხელფასი, როგორც მერის იყო 230 ლარი თვეში, ეს იყო თანხა, რომლითაც შეიძლებოდა ოჯახის გამოკვება, მაგრამ არა ფუფუნების ცხოვრება. შევარდნაძეს ჰქონდა საზღვარგარეთ ანგარიშები, საერთაშორისო კავშირები, გარანტიები უსაფრთხოებისთვის. გურამს ჰქონდა მხოლოდ მისი სახელი და მისი ღირსება. და როდესაც მოვიდა არჩევანის დრო, შევარდნაძემ აირჩია სიცოცხლე და პოლიტიკური მომავალი. გურამმა აირჩია ღირსება და სიკვდილი. ვინ იყო უფრო ძლიერი? ვინ იყო უფრო გმირი? ისტორია უკვე გასცა პასუხი ამ კითხვაზე. მაგრამ აქ არის ის, რაზეც არავინ საუბრობს, ფსიქოლოგია იმ ადამიანებისა, რომლებიც იყვნენ გურამის გვერდით. როგორ გრძნობდნენ თავს ისინი, როდესაც იცოდნენ, რომ მათი ლიდერი რჩებოდა მათთან ბოლომდე. დავითი ოფიცერი, რომელიც იყო გურამის დაცვაში, გვიყვება, როდესაც გურამმა გვითხრა, რომ ის არ წავიდოდა, ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ეს ნიშნავდა, რომ ჩვენც არ წავიდოდით. არავინ გვაიძულებდა დარჩენას. ჩვენ შეგვეძლო გაქცევა. მაგრამ როგორ შეგვეძლო გაქცევა, როდესაც ჩვენი ლიდერი რჩებოდა? როგორ შეგვეძლო მისი მიტოვება? და ჩვენ დავრჩით. არა იმიტომ, რომ ჩვენ გვინდოდა სიკვდილი, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ არ შეგვეძლო ცხოვრება იმ ცოდნით, რომ ჩვენ გავიქეცით, როდესაც გურამი იბრძოდა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ლიდერობას, არა უნარი, რომ გასცე ბრძანებები, არამედ უნარი, რომ შთააგონო ადამიანები, რომ გაჰყვნენ შენს მაგალითს. და გურამ გაბისკირიას ჰქონდა ეს უნარი. ახლა წარმოიდგინეთ ეს სცენა, 27 სექტემბრის 2 საათზე შუადღისას, სამთავრობო შენობა უკვე გარშემორტყმული იყო. გარეთ ისმოდა ტყვიების ხმა, შენობის კედლები კანკალებდა აფეთქებებისგან. შიგნით 50 ადამიანი იყო მოკრებილი დიდ დარბაზში. ზოგიერთი ტიროდა, ზოგიერთი ლოცულობდა, ზოგიერთი უბრალოდ ჯდა სიჩუმეში და ელოდა ბოლოს. და იქ, ამ ადამიანების შორის იდგა გურამ გაბისკირია და ჟიული შარტავა. ისინი არ ტიროდნენ. ისინი არ ლოცულობდნენ. ისინი უბრალოდ იდგნენ იქ, მშვიდად ღირსეულად და აძლევდნენ ძალას სხვებს თავიანთი თავდაჯერებულობით. ნინო, მეცსანიტარი, გვიყვება, მე ვუყურებდი გურამს და ვფიქრობდი, როგორ შეუძლია ამ კაცს იყოს ასე მშვიდი, როდესაც ის იცის, რომ რამდენიმე საათში ის მოკვდება. საიდან აქვს ეს ძალა? და მერე მე მივხვდი, ის არ იყო მშვიდი იმიტომ, რომ არ ეშინოდა სიკვდილის. ის იყო მშვიდი იმიტომ, რომ მან უკვე მიიღო თავისი გადაწყვეტილება და იცოდა, რომ ის იყო სწორი. და ეს ცოდნა აძლევდა მას მშვიდობას. რამდენმა ჩვენგანმა იცის ეს მშვიდობა? რამდენმა ჩვენგანმა გამოცადა ეს გრძნობა, რომ შენ აკეთებ სწორს მიუხედავად იმისა, რომ ეს გიღირს ყველაფერი? გურამ გაბისკირიას ჰქონდა ეს მშვიდობა. და ეს მშვიდობა იყო მისი უდიდესი ძალა. როდესაც სეპარატისტები საბოლოოდ შემოვიდნენ შენობაში და მოითხოვეს ჩაბარება, გურამმა უთხრა, არასოდეს. მე ვარ ქართველი. ეს არ იყო ლოზუნგი. ეს არ იყო პოლიტიკური განცხადება. ეს იყო უბრალოდ სიმართლე იმის შესახებ, ვინ იყო ის და რისთვის იბრძოდა. და ეს სიმართლე ღირდა მის სიცოცხლეს. დღეს, 25 წლის შემდეგ, ჩვენ ვსვამთ კითხვას, რა ვისწავლეთ ამ ისტორიიდან. გურამ გაბისკირია არ იყო სრულყოფილი. ის იყო ადამიანი, ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა შეცდომები და სისუსტეები. მაგრამ როდესაც მოვიდა არჩევანის დრო, ის აირჩია ის, რაც სწორი იყო, არა ის, რაც მარტივი იყო. ის აირჩია ღირსება სიცოცხლის ნაცვლად. ის აირჩია სხვები საკუთარი თავის წინ. და ეს არჩევანი მას ქართველი ხალხის გულში ჩაწერა სამუდამოდ. ჩვენ ვიცით, რომ შევარდნაძე გაფრინდა და გადარჩა. ჩვენ ვიცით, რომ გურამი დარჩა და მოკვდა. მაგრამ ვინ არის ის, ვისაც ჩვენ ვლაპარაკობთ დღეს? ვინ არის ის, ვისი სახელი ცოცხლობს ჩვენს გულებში? პასუხი არის აშკარა. და ეს პასუხი არის ის, რაც აძლევს აზრს ამ მთელ ტრაგედიას. წარმოიდგინეთ საიდუმლო დოსიე, რომელიც ინახებოდა უშიშროების სპეციალურ საცავში კოდით ობიექტი 0544 დოსიე იმდენად საიდუმლო, რომ მთელ ქვეყანაში არსებობდა მხოლოდ 3 ასლი.
ამ დოსიეში იყო ინფორმაცია გურამ გაბისკირიას ნამდვილი ჯანმრთელობის შესახებ, ევაკუაციის გეგმების შესახებ საგანგებო სიტუაციებისთვის და რაღაც ბევრად უფრო შოკისმომგვრელი, ნამდვილი ურთიერთობების შესახებ მთავრობის წევრებს შორის. რატომ ეს დოსიე განადგურდა სწორედ 27 სექტემბერს? ვინ გასცა ბრძანება მისი დაცვის შესახებ? და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რა ინფორმაცია იყო იქ, რომელიც არასოდეს უნდა ყოფილიყო საჯაროდ ცნობილი. დღეს პირველად ჩვენ გვაქვს წვდომა ამ დოსიის ფრაგმენტებზე, რომლებიც გადარჩა ცეცხლს. და ის, რასაც ეს ქაღალდები გვიამბობენ, შეცვლის ყველაფერს, რასაც ფიქრობთ, რომ იცით გურამ გაბისკირიას ბოლო დღეების შესახებ. პირველი დოკუმენტი, რომელიც გადარჩა, არის სამედიცინო ანგარიში 1992 წლიდან. ამ დოკუმენტში პირადი ექიმი აღნიშნავს, რომ გურამ გაბისკირიას ჰქონდა ქრონიკული თავის ტკივილები, რომლებიც ძლიერდებოდა სტრესის დროს. მედიკამენტების სია, რომელიც ინიშნებოდა მისთვის, მოიცავს ძლიერ ტკივილგამოყუჩებლებს და დამამშვიდებლებს. მაგრამ აქ არის ის, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ექიმის ხელნაწერი შენიშვნა ქვემოთ, პაციენტი უარს ამბობს რეგულარულ მკურნალობაზე. ამბობს, რომ არ აქვს დრო. მუშაობს თვეში 90 საათზე მეტს. რეკომენდებულია შვებულება, მაგრამ პაციენტი უგულებელყოფს რეკომენდაციებს. ეს დოკუმენტი გვიჩვენებს, რომ გურამი არ იყო სუპერგმირი, რომელსაც არაფერი აწუხებდა. ის იყო ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ რომელიც აგრძელებდა მუშაობას, რადგან მისი ქალაქი საჭიროებდა მას. მეორე დოკუმენტი არის ევაკუაციის გეგმა, დათარიღებული 1993 წლის აგვისტოთი. ამ გეგმაში ჩამოთვლილია 30 სახელი, ყველა მაღალი რანგის ჩინოვნიკი, რომელიც უნდა ევაკუირებულიყო საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში. გურამ გაბისკირიას სახელი არის სიაში. მე-15 ადგილზე. მაგრამ აქ არის ის, რაც ყველაფერს ხსნის გვერდით, ხელნაწერი შენიშვნა, ევაკუაცია მხოლოდ პირადი თანხმობით. თუ უარს იტყვის, არა იძულო. ეს ნიშნავს, რომ გურამს ჰქონდა არჩევანი. მას შეეძლო წასვლა. მაგრამ ის უარი თქვა. და ეს უარი არ იყო იმპულსური გადაწყვეტილება ბოლო წუთში, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო თვეებით ადრე. გურამი იცოდა, რომ თუ მოვიდოდა კრიზისი, ის არ წავიდოდა. ის იცოდა, რომ ის დარჩებოდა თავის ხალხთან. და ის მზად იყო ამ გადაწყვეტილებისთვის. მესამე დოკუმენტი არის ყველაზე შემაშფოთებელი. ეს არის ანგარიში შიდა გამოძიებიდან, რომელიც ჩატარდა 1993 წლის სექტემბერში, მხოლოდ 2 კვირით ადრე ტრაგედიამდე. ამ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობის წევრებს შორის იყო შიდა კონფლიქტი ევაკუაციის პრიორიტეტების შესახებ. ზოგიერთი ჩინოვნიკი მოითხოვდა, რომ მათი ოჯახები ევაკუირებულიყო პირველ რიგში. სხვები მოითხოვდნენ, რომ პრიორიტეტი მიეცათ სამხედრო პერსონალს. მაგრამ გურამ გაბისკირია და ჟიული შარტავა მოითხოვდნენ, რომ პრიორიტეტი მიეცათ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, ბავშვებს, ხანდაზმულებს, ავადმყოფებს. ანგარიშში წერია, გაბისკირია და შარტავა კატეგორიულად უარს ამბობენ პირად ევაკუაციაზე, სანამ ყველა მოქალაქე არ იქნება უსაფრთხოდ გადაყვანილი. ეს დოკუმენტი ამტვრევს მითს, რომ გურამი და ჟიული დარჩნენ იმიტომ, რომ მათ არ ჰქონდათ არჩევანი. მათ ჰქონდათ არჩევანი. ისინი აირჩიეს დარჩენა. ახლა მოდით ვისაუბროთ იმაზე, რაზეც არავინ საუბრობს, ფინანსურ კონტრასტზე. გურამ გაბისკირიას ხელფასი, როგორც სუხუმის მერის, იყო 230 ლარი თვეში. ამ ფულით 1993 წელს შეიძლებოდა ყიდვა დაახლოებით 50 კილო პურის, ან 20 კილო ხორცის, ან 10 წყვილი ფეხსაცმლის. ეს იყო საშუალო ხელფასი, რომლითაც შეიძლებოდა ოჯახის გამოკვება, მაგრამ არა ფუფუნების ცხოვრება. გურამს არ ჰქონდა მანქანა, ის დადიოდა ფეხით ან იყენებდა სამსახურებრივ ტრანსპორტს. მას არ ჰქონდა ვილა, ის ცხოვრობდა ჩვეულებრივ ბინაში ქალაქის ცენტრში. მას არ ჰქონდა საზღვარგარეთ ანგარიშები, მისი ყველა ფული იყო ადგილობრივ ბანკში და ეს თანხა იყო მხოლოდ რამდენიმე 1000 ლარი. მაგრამ იმავე დროს ზოგიერთი მაღალი რანგის ჩინოვნიკი, ჩვენ ვერ დავასახელებთ სახელებს, მაგრამ დოკუმენტები არსებობს, ჰქონდა შვეიცარიაში ანგარიშები, რომლებზეც იყო მილიონობით დოლარი. ეს ადამიანები ფლობდნენ ვილებს ევროპაში, მანქანებს, რომლებიც ღირდა ათობით 1000 დოლარი და საინვესტიციო პორტფელებს, რომლებიც უზრუნველყოფდა მათ ოჯახებს თაობებისთვის. როდესაც მოვიდა კრიზისი, ეს ადამიანები გაფრინდნენ პირველ ვერტმფრენებში. მათ ჰქონდათ ფული, რომ დაეფინანსებინათ თავიანთი ევაკუაცია. მათ ჰქონდათ კავშირები, რომ უზრუნველეხოთ თავიანთი უსაფრთხოება. მათ ჰქონდათ ყველაფერი, რაც საჭირო იყო გადარჩენისთვის. გურამს არაფერი ჰქონდა, გარდა მისი ღირსებისა.
და როდესაც მოვიდა არჩევანის დრო, ის აირჩია ღირსება სიმდიდრის ნაცვლად. ის აირჩია სიკვდილი ღალატის ნაცვლად. ეს კონტრასტი არის ის, რაც ყველაფერს ხსნის. არა სიმდიდრე, არამედ ხასიათი განსაზღვრავს ადამიანს. არა ფული, არამედ პრინციპები აძლევს აზრს ცხოვრებას. გურამ გაბისკირია იყო ღარიბი კაცი მატერიალური თვალსაზრისით, მაგრამ მდიდარი კაცი სულიერი თვალსაზრისით. და როდესაც ისტორია შეაფასებს მას, ის შეაფასებს არა მის ბანკის ანგარიშს, არამედ მის ხასიათს. და ეს ხასიათი იყო უბიწო. ახლა მოდით დაუბრუნდეთ იმ საიდუმლო დოსიეზე. ერთ-ერთი ფრაგმენტი, რომელიც გადარჩა ცეცხლს, არის ანგარიშის შიდა ურთიერთობების შესახებ მთავრობის წევრებს შორის. ამ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გურამ გაბისკირიას და ჟიული შარტავას ჰქონდათ განსაკუთრებული ნდობის ურთიერთობა, რომელიც აღემატებოდა ჩვეულებრივ სამსახურებრივ კოლეგიალობას. ისინი იყვნენ მეგობრები, ნამდვილი მეგობრები, რომლებიც ენდობოდნენ ერთმანეთს სიცოცხლით. და ეს მეგობრობა იყო ის, რაც მათ აძლევდა ძალას ბოლო დღეებში. როდესაც ყველაფერი ინგრეოდა, როდესაც ყველა სხვა გარბოდა, ისინი რჩებოდნენ ერთად. რადგან ისინი იცოდნენ, რომ ისინი არ იყვნენ მარტო. ისინი ჰქონდათ ერთმანეთი. მაგრამ ამ მეგობრობას ჰქონდა ფასი. ანგარიშში წერია, გაბისკირია და შარტავა არიან პოტენციური რისკი ევაკუაციის გეგმებისთვის, რადგან ისინი უარს იტყვიან ცალ-ცალკე წასვლაზე. თუ ერთი დარჩება, მეორეც დარჩება. ეს ნიშნავს, რომ უშიშროების სამსახური იცოდა, გურამი და ჟიული არ მიატოვებდნენ ერთმანეთს. და ეს ცოდნა აძლევდა მათ ძალას, მაგრამ ასევე აძლევდა მათ დაუცველობას. რადგან თუ ერთი მათგანი გადაწყვეტდა დარჩენას, მეორეც დარჩებოდა. და ზუსტად ეს მოხდა. როდესაც გურამმა გადაწყვიტა, რომ ის არ წავიდოდა, ჟიულიმაც გადაწყვიტა იგივე. ისინი დარჩნენ ერთად. და ისინი მოკვდნენ ერთად. ეს მეგობრობა არის ის, რაც აძლევს ამ ტრაგედიას განსაკუთრებულ მნიშვნელობას. გურამი და ჟიული არ იყვნენ მხოლოდ კოლეგები, რომლებიც ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. ისინი იყვნენ მეგობრები, რომლებიც ებრძოდნენ ერთად, რომლებიც იზიარებდნენ ერთმანეთის ტკივილს და იმედს, რომლებიც იცოდნენ, რომ ისინი შეძლებდნენ ერთმანეთზე დაყრდნობას ბოლომდე. და ეს მეგობრობა იყო მათი უდიდესი ძალა. როდესაც ყველაფერი ინგრეოდა, როდესაც ყველა სხვა კარგავდა იმედს, ისინი ჰქონდათ ერთმანეთი. და ეს იყო საკმარისი, რომ გაეგრძელებინათ ბრძოლა ბოლომდე. დღეს, 25 წლის შემდეგ, ჩვენ ვსვამთ კითხვას, რა ღირს მეგობრობა? რამდენად შორს წახვალთ თქვენი მეგობრისთვის? გურამ გაბისკირია და ჟიული შარტავა წავიდნენ ბოლომდე. ისინი არ მიატოვეს ერთმანეთი. ისინი არ გაიქცნენ. ისინი დარჩნენ ერთად და იბრძოდნენ ერთად. და როდესაც ბოლო მოვიდა, ისინი შეხვდნენ მას ერთად. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ნამდვილ მეგობრობას, არა სიტყვები, არამედ საქმეები. არა დაპირებები, არამედ მსხვერპლი. გურამი და ჟიული გვიჩვენეს, რას ნიშნავს ნამდვილი მეგობრობა. და ეს გაკვეთილი ღირს 1000 სიტყვისა. მაგრამ აქ არის ის კითხვა, რომელიც ყველას აწუხებს, რა იფიქრეს გურამმა და ჟიულიმ, როდესაც მათ გაიგეს, რომ ევაკუაცია გაუქმებული იყო. იყვნენ თუ არა ისინი გაბრაზებულები? იყვნენ თუ არა ისინი უკმაყოფილონი? გიორგი, რადიოოპერატორი, რომელიც იყო იქ, როდესაც გურამმა მიიღო ბოლო შეტყობინება, ამბობს, გურამი არასოდეს საუბრობდა ბრაზით. ის არასოდეს აბრალებდა სხვებს. ის უბრალოდ ამბობდა, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო. ახლა ჩვენ უნდა მივიღოთ შედეგები. და ჩვენ მივიღებთ მათ ღირსეულად. ეს სიტყვები არის ის, რაც აჩვენებს გურამის ნამდვილ სიდიადეს, ის არ ეძებდა ბოროტ მოქმედს. ის არ ცდილობდა ბრალის გადაბრალებას. ის უბრალოდ აკეთებდა იმას, რაც მისი აზრით სწორი იყო. და ეს არის ის, რაც მას გმირად აქცევს. ცოტა ადამიანმა იცის, რომ უზენაესი ტოვარიში საჯაროდ მტკიცე ათეისტი, კანკალებდა წყევლებისა და წინასწარმეტყველებების წინაშე. გურამ გაბისკირიას პირად არქივებში აღმოჩნდა ჩანაწერი საიდუმლო ვიზიტის შესახებ ერთი ბებერი ქალთან დასავლეთ საქართველოს მთებში, მხოლოდ 1 წლით ადრე მის ტრაგიკულ დასასრულამდე. რა უთხრა ამ ქალმა გურამს? რატომ დაიწყო მერმა უეცრად თავისი დაცვის შეცვლა ამ ვიზიტის შემდეგ? დღეს ჩვენ ვავლენთ გურამ გაბისკირიას მისტიკურ და პარანოიულ მხარეს, რომელიც არასოდეს ყოფილა საჯაროდ ცნობილი. ეს არის ისტორია არა მხოლოდ პოლიტიკური ლიდერის შესახებ, არამედ ადამიანის შესახებ, რომელიც ეძებდა პასუხებს იქ, სადაც ლოგიკა უკვე აღარ მუშაობდა. ისტორია იწყება 1982 წლის შემოდგომაზე.
გურამ გაბისკირია, რომელიც ჩვეულებრივ იყო რაციონალური და პრაგმატული კაცი, უეცრად დაინტერესდა ძველი ქართული ტრადიციებით და ხალხური რწმენებით. მისი მახლობელი თანამშრომლები ამბობენ, რომ ის იწყებდა საუბრებს ბედისწერისა და ზებუნებრივი ძალების შესახებ. ეს იყო უჩვეულო გურამისთვის, რომელიც ყოველთვის ეყრდნობოდა ფაქტებს და ლოგიკას. მაგრამ რაღაც შეიცვალა. რაღაც მას აწუხებდა. და ეს რაღაც იყო უფრო ღრმა, ვიდრე უბრალოდ პოლიტიკური ზეწოლა ან სამსახურებრივი სტრესი. თამარი, ყოფილი მდივანი გურამის ოფისში, გვიყვება ერთ ეპიზოდს, რომელიც არასოდეს ყოფილა საჯაროდ ცნობილი. ერთ დღეს, 1982 წლის ოქტომბერში, გურამთან მოვიდა ერთი ბებერი ქალი. ის არ იყო ოფიციალური ვიზიტორი, მას არ ჰქონდა ჩანაწერი, არ იყო მოწვეული. ის უბრალოდ შემოვიდა და თქვა, რომ მას უნდა ენახა გურამი. მე ვცადე მისი გაჩერება, მაგრამ გურამმა თვითონ გამოვიდა და თქვა გაატარე. ისინი იყვნენ ოთახში დაახლოებით 1 საათი. როდესაც ქალი გავიდა, გურამი იყო ფერმკრთალი. მან არაფერი მითხრა იმის შესახებ, რაზე ისაუბრეს. მაგრამ მე შევამჩნიე, რომ მას ხელები უკანკალებდა. რა მოხდა იმ ოთახში? თამარი არ იცის, მაგრამ მან მოისმინა რაღაც, რაც მას ახსოვს დღემდე. როდესაც ქალი გადიოდა ჩემს გვერდით, ის ჩურჩულებდა რაღაცას. მე ვერ გავიგე ყველა სიტყვა, მაგრამ მე მოვისმინე, ის დრო მოდის. ის უნდა იყოს მზად. ეს სიტყვები ჟღერდა როგორც წინასწარმეტყველება. და გურამის რეაქცია აჩვენებდა, რომ ის მიიღო ეს სიტყვები სერიოზულად. ამ ვიზიტის შემდეგ გურამი დაიწყო თავისი ქცევის შეცვლა. ის გახდა უფრო ფრთხილი, უფრო დახურული. ის იწყებდა თავისი დაცვის შეცვლას უფრო ხშირად. ის ამოწმებდა თავის საკვებს, თავის წყალს, თავის მედიკამენტებს. ის იქცეოდა როგორც კაცი, რომელიც ელოდა რაღაცას, რაღაც საშიშს, რაღაც გარდაუვალს. მაგრამ რა იყო ეს რაღაც? დავით, ყოფილი უფროსი ოფიცერი, რომელიც იყო გურამის დაცვაში, გვთავაზობს თავის ვერსიას. გურამი არასოდეს საუბრობდა პირდაპირ იმაზე, რაც მას აწუხებდა. მაგრამ ერთხელ, როდესაც ჩვენ ვიყავით მარტო, მან მითხრა, დავით, ზოგჯერ ადამიანი იცის, რომ რაღაც ცუდი მოდის. ის არ იცის როდის, ის არ იცის როგორ, მაგრამ ის იცის. და როდესაც ეს ცოდნა მოდის, შენ უნდა იყო მზად. მე ვკითხე, მზად რისთვის? ის უპასუხა, მზად იმისთვის, რომ შეხვდე შენს ბედს ღირსეულად. დავითი ჩერდება, თვალებში ტკივილი ჩანს. მე არ მივხვდი მაშინ, რაზე ლაპარაკობდა ის. მაგრამ ახლა 35 წლის შემდეგ მე ვიცი, ის იცოდა. ის იცოდა, რომ ის მოკვდებოდა. და ის ემზადებოდა ამისთვის. ეს ცოდნა, ეს შიდა რწმენა, რომ რაღაც ტრაგიკული მოდის, არის ის, რაც ხსნის გურამის ბოლო თვეების ქცევას. ის არ იყო უბრალოდ პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ასრულებდა თავის მოვალეობას. ის იყო კაცი, რომელიც ემზადებოდა თავისი ბედისთვის. ის იყო კაცი, რომელიც იცოდა, რომ მისი დრო იყო შეზღუდული. და ეს ცოდნა აძლევდა მას განსაკუთრებულ სიმშვიდეს იმ ადამიანისას, რომელმაც უკვე მიიღო თავისი ბედი და ელოდა მას ღირსეულად. მაგრამ აქ არის ის, რაც ყველაზე შემაშფოთებელია. გურამის პირად ჩანაწერებში, დღიურში, რომელიც იპოვეს მის სამუშაო მაგიდაზე ტრაგედიის შემდეგ, არის ერთი ჩანაწერი, დათარიღებული 1993 წლის სექტემბრის 1 რიცხვით. ამ ჩანაწერში გურამი წერს, დღეს მე ვნახე სიზმარი. სიზმარში მე ვიდექი ცარიელ ქალაქში. ყველა შენობა იყო დანგრეული, ყველა ქუჩა იყო ცარიელი. და მე ვიყავი მარტო. მე ვიძახდი, მაგრამ არავინ მპასუხობდა. მე ვეძებდი ადამიანებს, მაგრამ არავინ იყო. და მერე მე გავიღვიძე და მივხვდი, ეს არ იყო სიზმარი. ეს იყო წინასწარმეტყველება. ეს იყო გაფრთხილება. და მე უნდა ვიყო მზად. ეს ჩანაწერი არის ის, რაც აჩვენებს გურამის შიდა მდგომარეობას იმ ბოლო კვირებში. ის არ იყო მშვიდი. ის არ იყო დარწმუნებული. ის იყო შეშფოთებული, შეშინებული, დაბნეული. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის არ გაიქცა. ის დარჩა. რადგან ის იცოდა, რომ გაქცევა ნიშნავდა ღალატს თავისი ხალხის მიმართ, ღალატს თავისი პრინციპების მიმართ, ღალატს თავისი თავის მიმართ. და გურამი არ შეეძლო ეს ღალატი. ის ირჩევდა სიკვდილს ღალატის ნაცვლად. ის ირჩევდა ტკივილს სირცხვილის ნაცვლად. ახლა მოდით ვისაუბროთ იმაზე, რაზეც არავინ საუბრობს, ფსიქოლოგიაზე იმ ადამიანისა, რომელიც იცის, რომ ის მოკვდება. როგორ ცხოვრობს ასეთი ადამიანი? როგორ მუშაობს ის?
როგორ საუბრობს ის სხვებთან? გურამ გაბისკირიას შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ კაცს, რომელიც აგრძელებდა თავისი ყოველდღიური საქმიანობის შესრულებას, მიუხედავად იმისა, რომ ის იცოდა, რომ მისი დრო იყო შეზღუდული. ის დადიოდა შეხვედრებზე, ხელმოწერდა დოკუმენტებს, საუბრობდა ადამიანებთან. ის იქცეოდა როგორც ჩვეულებრივი ადმინისტრატორი. მაგრამ შიგნით ის იყო კაცი, რომელიც ემზადებოდა თავისი ბედისთვის. თამარი, მდივანი, გვიყვება კიდევ ერთ დეტალს, რომელიც აჩვენებს გურამის შიდა მდგომარეობას. ბოლო კვირებში გურამი ხშირად იჯდა თავის ოფისში და უყურებდა ფანჯარას. ის არ მუშაობდა, ის არ კითხულობდა. ის უბრალოდ იჯდა და უყურებდა ქალაქს. ერთხელ მე შევედი და ვკითხე, გურამ, ყველაფერი რიგზეა? ის მომხედა და თქვა, თამარ, ზოგჯერ ადამიანი უბრალოდ უნდა შეჩერდეს და შეხედოს იმას, რისთვისაც ის იბრძვის. რადგან თუ შენ არ იცი, რისთვის იბრძვი, მაშინ შენი ბრძოლა არ აქვს აზრი. მე ვიბრძვი ამ ქალაქისთვის. ამ ადამიანებისთვის. და მე უნდა ვიხსენებდე ამას ყოველ დღე. ეს სიტყვები არის ის, რაც აჩვენებს გურამის ნამდვილ мотивაციას. ის არ იბრძოდა პოლიტიკური ამბიციებისთვის. ის არ იბრძოდა ძალაუფლებისთვის. ის იბრძოდა ადამიანებისთვის, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობდნენ ამ ქალაქში, რომლებიც ენდობოდნენ მას, რომლებიც ელოდნენ მას დაცვას. და ეს мотивაცია იყო ის, რაც აძლევდა მას ძალას გაეგრძელებინა ბრძოლა, მაშინაც კი, როდესაც ის იცოდა, რომ ბრძოლა იყო დაკარგული. მაგრამ აქ არის ის კითხვა, რომელიც ყველას აწუხებს, იყო თუ არა გურამი შეშინებული. იცოდა თუ არა ის, რომ ის მოკვდებოდა? დავითი, ოფიცერი, რომელიც იყო გურამის დაცვაში, ამბობს, გურამი იყო ადამიანი. და ყველა ადამიანი ეშინია სიკვდილის. მაგრამ გურამს ჰქონდა რაღაც, რაც სხვებს არ ჰქონდათ, ის ჰქონდა მიზანი. ის იცოდა რისთვის ცხოვრობდა. და ეს ცოდნა აძლევდა მას ძალას, რომ დაეძლია შიში. ის არ იყო უშიში. ის უბრალოდ იყო უფრო ძლიერი ვიდრე მისი შიში. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გმირობას, არა შიშის არარსებობა, არამედ უნარი, რომ დაძლიო შიში. გურამ გაბისკირია ეშინოდა. ის იცოდა, რომ ის მოკვდებოდა. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ თუ ის გაიქცევდა, მაშინ ის დაკარგავდა იმას, რაც მას აქცევდა ადამიანად, მის ღირსებას, მის პრინციპებს, მის თვითპატივისცემას. და ის ირჩევდა სიკვდილს ამ დაკარგვის ნაცვლად. ის ირჩევდა იყოს გმირი, ვიდრე მოღალატე. დღეს, 25 წლის შემდეგ, ჩვენ ვსვამთ კითხვას, რა დარჩა ჩვენთვის ამ ისტორიიდან. გურამ გაბისკირია არ იყო სრულყოფილი. ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა შიშები, ეჭვები, სისუსტეები. ის იყო კაცი, რომელიც ეძებდა პასუხებს იქ, სადაც ლოგიკა აღარ მუშაობდა, მისტიკაში, წინასწარმეტყველებებში, სიზმრებში. მაგრამ მიუხედავად ყველა ამ სისუსტისა, ის იყო გმირი. რადგან როდესაც მოვიდა არჩევანის დრო, ის აირჩია ის, რაც სწორი იყო, არა ის, რაც მარტივი იყო. ის აირჩია ღირსება შიშის ნაცვლად. ის აირჩია სიკვდილი ღალატის ნაცვლად. და ეს არჩევანი მას ქართველი ხალხის გულში ჩაწერა სამუდამოდ. ჩვენ ვიცით, რომ შევარდნაძე გაფრინდა და გადარჩა. ჩვენ ვიცით, რომ გურამი დარჩა და მოკვდა. მაგრამ ვინ არის ის, ვისაც ჩვენ ვლაპარაკობთ დღეს? ვინ არის ის, ვისი სახელი ცოცხლობს ჩვენს გულებში? ვინ არის ის, ვისი მაგალითი გვასწავლის, რას ნიშნავს იყო ადამიანი, იყო გმირი, იყო ქართველი? პასუხი არის აშკარა. გურამ გაბისკირია არ იყო უბრალოდ მერი. ის იყო სიმბოლო იმისა, რომ ზოგჯერ ღირსება უფრო ძვირფასია ვიდრე სიცოცხლე. და ეს სიმბოლო ცოცხლობს დღესაც, 25 წლის შემდეგაც, ჩვენს გულებში და ჩვენს მეხსიერებაში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 12 ადამიანიდან, ვინც იცოდა ყველაფერი გურამ გაბისკირიას შესახებ, ყოველი საიდუმლო სამედიცინო ანგარიში, ყოველი ევაკუაციის გეგმა, ყოველი ფარული გასასვლელი სუხუმიდან, რომელიც არსებობდა მთავრობის შენობის ქვეშ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა აირჩიოთ, გადაარჩინოთ ეს ინფორმაცია თუ გადაარჩინოთ საკუთარი თავი. 27 სექტემბერს 1993 წელს ამ არჩევანის წინაშე დადგა არა მხოლოდ გურამი, არამედ მთელი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც ეწოდებოდათ შიდა წრე, ექიმები, რომლებმაც იცოდნენ მისი ნამდვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ინჟინრები, რომლებმაც აშენეს საიდუმლო გვირაბები, დაცვის ოფიცრები, რომლებმაც იცოდნენ ყოველი საფრთხე. ზოგიერთმა მათგანმა აირჩია სიცოცხლე და გაიქცა. ზოგიერთმა აირჩია სიჩუმე და დარჩა. მაგრამ რამ განსაზღვრა ეს არჩევანი? და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვინ იყო ის ადამიანი, ვინც იცოდა ყველაფერი, მაგრამ არასოდეს არ ისაუბრა?
Ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ 1992 წელს, როდესაც გურამ გაბისკირიას ჯანმრთელობა დაიწყო სწრაფად გაუარესება. ის არ იყო საჯარო ინფორმაცია, ოფიციალურად გურამი იყო ძლიერი, ენერგიული ლიდერი, რომელიც მუშაობდა თვეში 90 საათზე მეტს. მაგრამ რეალობა იყო სრულიად სხვა. მისი პირადი ექიმი, ნათელა, რომელიც დღეს პირველად ეთანხმება საუბარს, გვიყვება, გურამს ჰქონდა ქრონიკული მიგრენები, რომლებიც ზოგჯერ იყო იმდენად ძლიერი, რომ ის ვერ შეეძლო თავის აწევა ბალიშიდან. ის იღებდა ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს, ისეთებს, რომლებიც ჩვეულებრივ ინიშნება მხოლოდ ონკოლოგიურ პაციენტებზე. მაგრამ ის უარს ამბობდა დასვენებაზე. ის ამბობდა, ნათელა, ჩემს ხალხს სჭირდება მე. მე არ შემიძლია დავიძინო, სანამ ისინი იბრძვიან. ეს არ იყო მხოლოდ სიტყვები. ნათელა გვიჩვენებს სამედიცინო ჩანაწერებს, რომლებიც იპოვა თავის პირად არქივში, ქაღალდები, რომლებიც უნდა განადგურებულიყო 10 წლეულების წინ, მაგრამ რომლებიც მან შეინახა, რადგან როგორც ის ამბობს, ისტორიამ უნდა იცოდეს სიმართლე. ამ დოკუმენტებში ჩანს, რომ გურამ გაბისკირიას ჰქონდა არა მხოლოდ მიგრენები, არამედ მაღალი არტერიული წნევა, რომელიც ზოგჯერ აღწევდა 190-ზე, დონე, რომელიც საშიშია ინსულტისთვის. მას ასევე ჰქონდა კუჭის წყლული, რომელიც პერიოდულად იწვოდა და იძლეოდა სისხლდენას. მე ვევედრებოდი მას, ამბობს ნათელა, ხმა კანკალებს, გურამ, შენ უნდა წახვიდე საავადმყოფოში. შენ უნდა გააკეთო სრული გამოკვლევა. მაგრამ ის მიპასუხებდა, ნათელა, თუ მე წავალ საავადმყოფოში, ხალხი იფიქრებს, რომ მე ვკვდები. და თუ ისინი იფიქრებენ, რომ მე ვკვდები, ისინი დაკარგავენ იმედს. მე არ შემიძლია ამის დაშვება. ეს იყო გურამის ფილოსოფია, ის ირჩევდა თავისი ხალხის იმედს საკუთარი ჯანმრთელობის წინ. ის ირჩევდა გამოჩენას ძლიერად, მაშინაც კი, როდესაც შიგნით ის ინგრეოდა. მაგრამ ეს არჩევანი ჰქონდა ფასი. ნათელა გვიყვება, რომ ბოლო თვეებში გურამის მდგომარეობა გახდა კრიტიკული. 25 სექტემბერს 2 დღით ადრე ყველაფრის დასრულებამდე გურამი დაეცა თავის ოფისში. ის დაკარგა გონება დაახლოებით 5 წუთით. როდესაც ის გამოიღვიძა, მე ვუთხარი, გურამ, ეს არის სერიოზული. შენ უნდა დაუყოვნებლივ წახვიდე საავადმყოფოში. მაგრამ ის თქვა, ნათელა, მე არ მაქვს დრო ავადმყოფობისთვის. მე მაქვს ქალაქი, რომელიც უნდა გადავარჩინო. ნათელა ჩერდება, თვალებში ცრემლები უბრუნდება. ეს იყო ბოლო ჯერ, როდესაც მე ვნახე ის ცოცხალი. 2 დღის შემდეგ ის იყო მკვდარი. მაგრამ აქ არის ის, რაზეც არავინ საუბრობს, რა ხდება ადამიანის სხეულთან, როდესაც ის იგნორირებს ყველა გაფრთხილების სიგნალს. როგორ აგრძელებს ის ფუნქციონირებას, როდესაც მისი ორგანიზმი ითხოვს დასვენებას. გურამ გაბისკირიას შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ კაცს, რომელიც ცხოვრობდა მედიკამენტებზე, ტკივილგამაყუჩებლები დილით, დამამშვიდებლები საღამოს, ძილისაბები ღამით. ნათელა გვიჩვენებს სიას იმ მედიკამენტებისა, რომლებიც გურამი იღებდა ყოველდღიურად, ეს არის 10-ზე მეტი სხვადასხვა პრეპარატი, ზოგიერთი მათგანი იმდენად ძლიერი, რომ ჩვეულებრივ ინიშნება მხოლოდ ჰოსპიტალურ პირობებში. ეს იყო არა მკურნალობა, ამბობს ნათელა, ეს იყო გადარჩენა. გურამი არ ცდილობდა გამოჯანმრთელებას. ის უბრალოდ ცდილობდა გაეძლო კიდევ ერთი დღე, კიდევ ერთი კვირა, კიდევ ერთი თვე. რადგან ის იცოდა, რომ მისი ხალხი საჭიროებდა მას. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ფიზიოლოგიას ძალაუფლებისას, როდესაც ადამიანის სხეული ხდება ინსტრუმენტი, რომელიც მსახურობს უფრო მაღალ მიზანს. გურამ გაბისკირია არ იყო ჯანმრთელი კაცი. ის იყო ავადმყოფი კაცი, რომელიც ირჩევდა მუშაობას მკურნალობის ნაცვლად. ის იყო კაცი, რომელიც ირჩევდა თავისი ხალხის სამსახურს საკუთარი ჯანმრთელობის წინ. და ეს არჩევანი მას ღირდა ყველაფერი. მაგრამ ის ასევე მას აძლევდა რაღაცას, მას აძლევდა მიზანს, აზრს, ღირსებას. და ეს იყო ის, რისთვისაც ის ცხოვრობდა და რისთვისაც ის მოკვდა. ახლა მოდით ვისაუბროთ იმაზე, რაზეც არავინ საუბრობს, საიდუმლო გვირაბებზე და ბუნკერებზე, რომლებიც არსებობდა მთავრობის შენობის ქვეშ. ეს არ არის კონსპირაციული თეორია, ეს არის დოკუმენტირებული ფაქტი. გიორგი, ყოფილი ინჟინერი, რომელიც მონაწილეობდა ამ სტრუქტურების მშენებლობაში 1992 წელს, დღეს პირველად საუბრობს იმაზე, რაც მან ნახა. ჩვენ ავაშენეთ 3 დონის ბუნკერი მთავრობის შენობის ქვეშ, იწყებს გიორგი, ხმა დაბალი და საიდუმლო. პირველი დონე იყო უბრალოდ საცავი, იქ ინახებოდა საკვები, წყალი, მედიკამენტები. მეორე დონე იყო საკომუნიკაციო ცენტრი, იქ იყო რადიო, ტელეფონები და შიფრული კავშირი თბილისთან. მაგრამ მესამე დონე, ეს იყო რაღაც სრულიად სხვა. რა იყო ამ მესამე დონეზე? გიორგი ჩერდება, თვალებში შიში ჩანს.
მესამე დონეზე იყო გვირაბი, გრძელი ვიწრო გვირაბი, რომელიც მიდიოდა ქალაქის ცენტრიდან პირდაპირ ზღვისკენ. ეს გვირაბი იყო დაახლოებით 2 კილომეტრის სიგრძის. ის იყო აშენებული იმისთვის, რომ მაღალი რანგის ჩინოვნიკები შეეძლოთ ევაკუაცია საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში. გვირაბის ბოლოში იყო საიდუმლო გასასვლელი, რომელიც გამოდიოდა პატარა სახლში ზღვის პირას. იქიდან ისინი შეეძლოთ ასვლა ნავზე და გაფრენა ზღვით. გიორგი ჩერდება, სუნთქვა მძიმე ხდება. მაგრამ აქ არის ის, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ბოლო კვირებში გურამ გაბისკირია პირადად ამოწმებდა ამ გვირაბს ყოველღამე. ის დადიოდა იქ მარტო ფანრით და ამოწმებდა ყველა გასასვლელს, ყველა კარს, ყველა საიდუმლო გზას. რატომ? რატომ ამოწმებდა ის ამ გვირაბს, თუ ის არ აპირებდა მის გამოყენებას? ეს კითხვა არის ის, რაც ყველაფერს ხსნის. გურამი ამოწმებდა გვირაბს არა საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვის. ის უზრუნველყოფდა, რომ თუ მოვიდოდა კრიზისი, სხვა ადამიანებს შეეძლოთ გამოყენება ამ გზისა გადასარჩენად. გიორგი გვიყვება, რომ 26 სექტემბრის საღამოს, ერთი დღით ადრე ტრაგედიამდე, გურამმა შეკრიბა პატარა ჯგუფი ადამიანებისა, ძირითადად ქალები და ბავშვები, და უჩვენა მათ ეს გვირაბი. ის უთხრა მათ, თუ ხვალ რაიმე მოხდება, თქვენ უნდა გამოიყენოთ ეს გზა. არ ელოდოთ ბრძანებას. არ ელოდოთ დახმარებას. უბრალოდ გაიქეცით. გადაარჩინეთ საკუთარი თავი. გიორგი ჩერდება, თვალებში ტკივილი ჩანს. მაგრამ თვითონ ის არ გამოიყენა ეს გზა. როდესაც მოვიდა დრო, ის დარჩა ზემოთ, შენობაში და შეხვდა თავის ბედს. ეს არის ის, რაც აჩვენებს გურამის ნამდვილ სიდიადეს. ის არ იყო კაცი, რომელიც ფიქრობდა მხოლოდ საკუთარ თავზე. ის იყო კაცი, რომელიც ფიქრობდა სხვებზე. ის იყო კაცი, რომელიც ემზადებოდა არა საკუთარი გადარჩენისთვის, არამედ სხვების გადარჩენისთვის. და როდესაც მოვიდა კრიზისი, ის გააკეთა ზუსტად ის, რაც ის ყოველთვის აკეთებდა, ის დააყენა სხვები საკუთარი თავის წინ. ის გადაარჩინა სხვები და დარჩა თვითონ. და ეს არჩევანი მას ქართველი ხალხის გულში ჩაწერა სამუდამოდ. ახლა წარმოიდგინეთ ეს სცენა, 27 სექტემბრის ღამე, რამდენიმე საათით ადრე საბოლოო შტურმამდე. გურამ გაბისკირია დგას საიდუმლო გვირაბის შესასვლელთან, ხელში ფანარი და უყურებს ბნელ გზას, რომელიც მიდის ზღვისკენ. ის იცის, რომ ამ გზით ის შეძლებდა გაქცევას. ის იცის, რომ ამ გზით ის შეძლებდა გადარჩენას. მაგრამ ის ასევე იცის, რომ თუ ის გაიქცევა, მაშინ ყველა დანარჩენი, ის ათობით ადამიანი, რომლებიც არიან შენობაში, ის ასობით ადამიანი, რომლებიც ელოდებიან დახმარებას, დაკარგავენ იმედს. და გურამი არ შეუძლია ამის დაშვება. ის აბრუნებს ფანარს, ხურავს გვირაბის შესასვლელს და ბრუნდება ზემოთ, შენობაში, სადაც მისი ხალხი ელოდება მას. ეს არის მომენტი, როდესაც ის აკეთებს თავის საბოლოო არჩევანს, არა სიცოცხლეს, არამედ ღირსებას. არა გადარჩენას, არამედ მსხვერპლს. რამდენმა ჩვენგანმა იცის, რას აირჩევდა იმ სიტუაციაში. რამდენი ჩვენგანი დახურავდა იმ კარს და დაბრუნდებოდა სიკვდილისკენ. გურამ გაბისკირიამ გააკეთა ეს. და ეს არჩევანი არის ის, რაც მას გმირად აქცევს, არა ის, რომ ის მოკვდა, არამედ ის, რომ მან აირჩია სიკვდილი, როდესაც მას შეეძლო სიცოცხლე. ის აირჩია ღირსება, როდესაც მას შეეძლო გადარჩენა. ის აირჩია სხვები, როდესაც მას შეეძლო საკუთარი თავი. და ეს არჩევანი ღირს 1000 ძეგლისა, 1000 სიტყვისა, 1000 ისტორიისა. როდესაც 1993 წლის ოქტომბერში სამხედრო ძალებმა შევიდნენ მთავრობის შენობის ნანგრევებში, მათ აღმოაჩინეს რაღაც, რაც არასოდეს უნდა არსებულიყო, დამწვარი დოკუმენტების მთელი ოთახი, სადაც ყველაფერი იყო განადგურებული იმდენად საფუძვლიანად, რომ თითქმის არაფერი შეიძლებოდა აღდგენილიყო. ეს არ იყო შემთხვევითი ხანძარი, ეს იყო სისტემატური განადგურება, რომელიც ჩატარდა ბოლო საათებში, როდესაც ყველაფერი უკვე დაკარგული იყო. რა იყო ამ დოკუმენტებში? რატომ იყო ისინი იმდენად საშიში, რომ უნდა განადგურებულიყო მაშინაც კი, როდესაც სეპარატისტები უკვე შენობის კარებთან იყვნენ? და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვინ გასცა ბრძანება ამ განადგურების შესახებ? დღეს, პირველად, ჩვენ გვაქვს წვდომა იმ ადამიანებზე, რომლებიც იყვნენ იქ, როდესაც ეს დოკუმენტები იცვოდა, და ის, რასაც ისინი გვიამბობენ, შეცვლის ყველაფერს, რასაც ფიქრობთ, რომ იცით გურამ გაბისკირიას ბოლო საათების შესახებ. პირველი მოწმე არის ლევან, ყოფილი არქივარიუსი, რომელიც მუშაობდა მთავრობის შენობაში და პასუხისმგებელი იყო დოკუმენტების შენახვაზე. 27 სექტემბრის 11 საათზე დილით იწყებს ლევან, ხმამშრალი და ფაქტობრივი, გურამ გაბისკირია პირადად მოვიდა არქივში. ის არასოდეს მოდიოდა იქ, ჩვეულებრივი ის აგზავნიდა თავის ასისტენტს. მაგრამ იმ დღეს ის მოვიდა თვითონ.
მან მითხრა ლევან, მე მჭირდება ყველა დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ჩემი ჯანმრთელობის, ჩემი ოჯახის და ევაკუაციის გეგმების შესახებ. მე უნდა ავიღო ისინი ახლავე. მე ვკითხე გურამ, რატომ? რა მოხდა? ის უპასუხა, ლევან, ეს დოკუმენტები არ უნდა ჩავარდეს არასწორ ხელებში. ისინი შეიცავენ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. მე უნდა განვადგურო ისინი. ეს იყო პირველი ჯერ, როდესაც ლევანმა მიხვდა, რომ გურამი იცოდა, ბოლო მოდიოდა. მე მივეცი მას დოკუმენტები, გრძელდება ლევანი, დაახლოებით 20 საქაღალდე, სავსე ქაღალდებით. გურამმა აიღო ისინი და წავიდა. მე ვიფიქრე, რომ ის წაიღებდა მათ თავის ოფისში. მაგრამ 1 საათის შემდეგ მე დავინახე კვამლი, რომელიც მოდიოდა სარდაფიდან. მე ჩავიარე იქ და ვნახე, გურამი იდგა დიდი ლითონის ურნის წინ, რომელშიც იცოდა დოკუმენტები. ის უყურებდა, როგორ იცოდა ქაღალდები და მისი სახე იყო მშვიდი, თითქოს ისაკეთებდა რაღაც ჩვეულებრივს, ყოველდღიურს. ლევანი ჩერდება, თვალებში ტკივილი ჩანს. მე ვკითხე გურამ, რატომ წვავ ამ დოკუმენტებს? ისინი არიან ისტორია. ისინი არიან მტკიცებულება. ის მომხედა და თქვა, ლევან, ზოგჯერ ისტორია უნდა დაიცვას. ზოგჯერ მტკიცებულება უნდა განადგურდეს. რადგან თუ ეს დოკუმენტები ჩავარდება არასწორ ხელებში, ისინი გამოყენებულ იქნება არა სიმართლის დასადგენად, არამედ ადამიანების დასასჯელად. ეს სიტყვები არის ის, რაც ხსნის გურამის მოტივაციას. ის არ წვავდა დოკუმენტებს იმიტომ, რომ ის ცდილობდა რაიმეს დამალვას. ის წვავდა მათ იმიტომ, რომ ის ცდილობდა სხვების დაცვას. ის იცოდა, რომ თუ ეს დოკუმენტები ჩავარდებოდა სეპარატისტების ხელში, ისინი გამოიყენებდნენ მათ იმისთვის, რომ იპოვონ და დასაჯონ ადამიანები, რომლებიც თანამშრომლობდნენ ქართულ მთავრობასთან. ის იცოდა, რომ ამ დოკუმენტებში იყო სახელები, მისამართები, ოჯახური კავშირები, ყველაფერი, რაც საჭირო იყო იმისთვის, რომ მოეძებნათ და დაესაჯათ ადამიანები. და გურამი არ შეეძლო ამის დაშვება. ის ირჩევდა განადგურებას დოკუმენტებისას, რათა გადაერჩინა ადამიანები. მაგრამ აქ არის ის, რაც ყველაზე შემაშფოთებელია. ლევანი გვიყვება, რომ გურამი არ წვავდა მხოლოდ თავის პირად დოკუმენტებს. ის ასევე წვავდა დოკუმენტებს სხვა ადამიანების შესახებ, ჩინოვნიკების, რომლებიც თანამშრომლობდნენ მთავრობასთან, ჯარისკაცების, რომლებიც იბრძოდნენ ქართული მხარის მხარეს, ჩვეულებრივი მოქალაქეების, რომლებიც აძლევდნენ ინფორმაციას უშიშროების სამსახურს. გურამი წვავდა ყველა ამ დოკუმენტს, რადგან ის იცოდა, რომ თუ ისინი ჩავარდებოდა არასწორ ხელებში, ეს ადამიანები მოკვდებოდნენ. ლევანი ჩერდება, სუნთქვა მძიმე ხდება. მე ვკითხე გურამ, მაგრამ ეს დოკუმენტები არიან მტკიცებულება. ისინი არიან ისტორია. როგორ შეგვიძლია განვადგურო ისინი? ის მომხედა და თქვა, ლევან, ისტორია დაიწერება მოგვიანებით. მაგრამ ადამიანები, რომლებიც ცოცხლები არიან დღეს, უნდა გადარჩნენ. და თუ მე უნდა განვადგურო ისტორია, რათა გადავარჩინო ადამიანები, მე გავაკეთებ ამას. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ მორალურ არჩევანს ადამიანების სიცოცხლეს და ისტორიულ ჩანაწერს შორის. გურამ გაბისკირიამ აირჩია ადამიანები. ის აირჩია სიცოცხლე ისტორიის ნაცვლად. ის აირჩია დაცვა დოკუმენტაციის ნაცვლად. და ეს არჩევანი მას ღირდა ბევრი, რადგან ამ დოკუმენტების განადგურებით ის ასევე განადგურა მტკიცებულებას იმისა, რაც ნამდვილად მოხდა იმ დღეებში. ის განადგურა ჩანაწერებს, რომლებიც შეიძლებოდა გამოყენებულიყო იმისთვის, რომ დამდგარიყო სიმართლე. მაგრამ ის ასევე განადგურა ინფორმაციას, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებულიყო იმისთვის, რომ დაესაჯათ უდანაშაულო ადამიანები. და გურამისთვის ეს არჩევანი იყო აშკარა. ახლა მოდით ვისაუბროთ იმაზე, რაზეც არავინ საუბრობს, რა იყო ამ დოკუმენტებში, რაც იმდენად საშიში იყო. ლევანი, რომელმაც წაიკითხა ზოგიერთი მათგანი, სანამ ისინი დაიწვებოდა, გვთავაზობს რამდენიმე მაგალითს. ერთ-ერთ დოკუმენტში იყო სია ადამიანებისა, რომლებიც აწვდიდნენ ინფორმაციას ქართულ უშიშროებას აფხაზეთში. ამ სიაში იყო დაახლოებით 200 ადამიანის სახელი, მასწავლებლები, ექიმები, მუშები, რომლებიც უბრალოდ ცდილობდნენ დაეხმარათ თავიანთ ქვეყანას. თუ ეს სია ჩავარდებოდა სეპარატისტების ხელში, ყველა ეს ადამიანი მოკვდებოდა. ლევანი ჩერდება, ხმა კანკალებს. სხვა დოკუმენტში იყო ინფორმაცია ევაკუაციის გეგმების შესახებ, ვინ უნდა ევაკუირებულიყო პირველ რიგში, ვინ უნდა დარჩენილიყო ბოლომდე. ამ დოკუმენტში ჩანდა, რომ ზოგიერთი მაღალი რანგის ჩინოვნიკი ითხოვდა პრიორიტეტს საკუთარი ოჯახებისთვის, სანამ ჩვეულებრივი მოქალაქეები ელოდნენ დახმარებას. თუ ეს დოკუმენტი გახდებოდა საჯარო, ეს იქნებოდა სკანდალი.
მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი დოკუმენტი იყო ის, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას გურამ გაბისკირიას პირადი ჯანმრთელობის შესახებ. ამ დოკუმენტში ამბობს ლევანი იყო დეტალური სამედიცინო ანგარიშები, რომლებიც აჩვენებდა, რომ გურამი იყო ძალიან ავად ბოლო თვეებში. იყო ჩანაწერები მისი ექიმებისგან, რომლებიც აფრთხილებდნენ, რომ მისი ჯანმრთელობა იყო კრიტიკულ მდგომარეობაში. იყო რეცეპტები ძლიერი მედიკამენტებისთვის. იყო თუნდაც ჩანაწერები იმის შესახებ, რომ გურამი დაეცა რამდენჯერმე თავის ოფისში და დაკარგა გონება. ლევანი ჩერდება, თვალებში ტკივილი ჩანს. თუ ეს ინფორმაცია გახდებოდა საჯარო, ადამიანები იფიქრებდნენ, რომ გურამი იყო სუსტი, ავადმყოფი, უუნარო. ისინი არ იცოდნენ სიმართლეს, რომ გურამი იყო ავადმყოფი, მაგრამ ის აგრძელებდა მუშაობას, რადგან მისი ხალხი საჭიროებდა მას. გურამმა განადგურა ეს დოკუმენტები არა იმიტომ, რომ ის რცხვენოდა თავისი ავადმყოფობის, არამედ იმიტომ, რომ ის არ უნდა, რომ მისი ხალხი დაკარგავდა იმედს. ეს არის ის, რაც აჩვენებს გურამის ნამდვილ ხასიათს, ის არ ფიქრობდა საკუთარ თავზე. ის ფიქრობდა სხვებზე. ის ფიქრობდა იმაზე, როგორ აღიქვამდნენ მას ადამიანები, როგორ იმოქმედებდა მისი სახე მათ იმედზე, მათ მორალზე, მათ ნებაზე გაეგრძელებინათ ბრძოლა. და ის იცოდა, რომ თუ ადამიანები გაიგებდნენ, რომ მათი ლიდერი იყო ავადმყოფი, ისინი დაკარგავდნენ იმედს. და გურამი არ შეეძლო ამის დაშვება. ის ირჩევდა განადგურებას ჩანაწერებისას, რათა შეენარჩუნებინა იმედი თავის ხალხში. ახლა წარმოიდგინეთ ეს სცენა, 27 სექტემბრის შუადღე, რამდენიმე საათით ადრე საბოლოო შტურმამდე. გურამ გაბისკირია დგას სარდაფში ლითონის ურნის წინ, სადაც იწვის ათწლეულების დოკუმენტები. ის უყურებს, როგორ იქცევა ქაღალდები ფერფლად, როგორ ქრება სიტყვები, როგორ ქრება ისტორია. ის იცის, რომ ის ანადგურებს მტკიცებულებას. ის იცის, რომ ის ანადგურებს ჩანაწერებს. მაგრამ ის ასევე იცის, რომ ის იცავს ადამიანებს, რომლებიც ენდობიან მას, რომლებიც ელოდებიან მას დაცვას, რომლებიც იმედოვნებენ, რომ ის გადაარჩენს მათ. და გურამი აკეთებს ერთადერთ არჩევანს, რომელიც მას შეუძლია, ის ირჩევს ადამიანებს ისტორიის ნაცვლად. ის ირჩევს სიცოცხლეს დოკუმენტაციის ნაცვლად. რამდენმა ჩვენგანმა იცის, რას აირჩევდა იმ სიტუაციაში. რამდენი ჩვენგანი განადგურებდა ისტორიას, რათა გადაერჩინა ადამიანები. გურამ გაბისკირიამ გააკეთა ეს. და ეს არჩევანი არის ის, რაც მას გმირად აქცევს, არა ის, რომ ის შეინარჩუნა ჩანაწერები, არამედ ის, რომ მან განადგურა ისინი. არა ის, რომ ის დაიცვა ისტორია, არამედ ის, რომ მან დაიცვა ადამიანები. და ეს არჩევანი ღირს 1000 ძეგლისა, 1000 სიტყვისა, 1000 ისტორიისა. ერთი კვირით ადრე მის ტრაგიკულ დასასრულამდე გურამ გაბისკირიას ჰქონდა საიდუმლო შეხვედრა, რომელიც არასოდეს გამოჩენილა არც ერთ ოფიციალურ ოქმში. ღამით, როდესაც სუხუმის ქუჩები უკვე ცარიელი იყო შიშისგან, აეროდრომზე დაეშვა ერთი ვერტმფრენი, რომელზეც ჩამოვიდა უცხოელი ემისარი. ეს კაცი გაატარა 1 საათი გურამის ოფისში და გავიდა მისალმების გარეშე. მოწმეები ამბობენ, რომ ამ საუბრის შემდეგ გურამი გამოვიდა ოფისიდან ფერმკრთალი. რა ეთქვა მას იმ ღამეს? შესთავაზეს თუ არა მას ემიგრაცია, თუ წაუკითხეს განაჩენი. ვინ იყო ეს კაცი, რუსული სპეცსამსახურების აგენტი, დასავლური დაზვერვის წარმომადგენელი, თუ ვინმე ბევრად უფრო ძლიერი? დღეს, პირველად, ჩვენ გვაქვს ჩვენება იმ ადამიანისგან, ვინც იყო იმ შეხვედრაზე დამსწრე და რომელიც 25 წლის განმავლობაში ინახავდა ამ საიდუმლოებას. მისი სახელია ვახტანგი, ყოფილი თარჯიმანი, რომელიც მუშაობდა უშიშროების სამსახურში და რომელიც იყო იმ ღამის ერთადერთი მოწმე. მე ვიყავი ოთახში, იწყებს ვახტანგი, ხმა ჯერ კიდევ უკანკალებს, როდესაც უცხოელი ემისარი შემოვიდა. ის იყო მაღალი, თხელი კაცი, დაახლოებით 50 წლის, ჩაცმული მუქ კოსტიუმში. ის ლაპარაკობდა რუსულად, მაგრამ აქცენტი იყო უცხოური, შესაძლოა ამერიკული, შესაძლოა ევროპული, მე ვერ განვასხვავე. ის არ წარმოადგინა თავი. ის არ უთხრა, ვინ იყო ის ან ვინ აგზავნიდა მას. ის უბრალოდ დაჯდა გურამის მაგიდის წინ და თქვა, მე მაქვს შეტყობინება თქვენთვის. შეტყობინება, რომელიც შეცვლის ყველაფერს. რა იყო ეს შეტყობინება? ვახტანგი ჩერდება, თვალებში შიში ჩანს. ემისარმა უთხრა გურამს, თქვენ გაქვთ 48 საათი. ამ დროის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ გაქცეთ. ჩვენ მოგაწოდებთ დოკუმენტებს, ფულს და უსაფრთხო მარშრუტს. ჩვენ გაგიყვანთ თქვენ და თქვენს ოჯახს ნებისმიერ ქვეყანაში, რომელსაც აირჩევთ თურქეთი, საბერძნეთი, გერმანია, ამერიკა. თქვენ მიიღებთ ახალ პირადობას, ახალ სახელს, ახალ ცხოვრებას. მაგრამ თუ თქვენ დარჩებით, ჩვენ ვერაფერს გაგიკეთებთ. თქვენ მოკვდებით. და თქვენი სიკვდილი იქნება უაზრო.
ვახტანგი ჩერდება, სუნთქვა მძიმე ხდება. გურამმა ჰკითხა, რატომ მეუბნებით ამას? რატომ გთავაზობთ ამას? ემისარმა უპასუხა, იმიტომ რომ თქვენ გვჭირდებით ცოცხალი, არა მკვდარი. თქვენ ხართ სიმბოლო. თქვენ ხართ ლიდერი. და სიმბოლოები უფრო ძლიერები არიან, როდესაც ისინი ცოცხლები არიან, ვიდრე როდესაც ისინი მკვდრები არიან. ეს სიტყვები არის ის, რაც ყველაფერს ხსნის. ემისარი არ სთავაზობდა გურამს დახმარებას ჰუმანიტარული მიზეზებით. ის სთავაზობდა მას დახმარებას პოლიტიკური მიზეზებით. ის უნდოდა რომ გურამი გადარჩენილიყო არა იმიტომ რომ ისაფასებდა მის სიცოცხლეს, არამედ იმიტომ რომ ის უნდოდა გამოეყენებინა გურამი როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი. ვახტანგი გვიყვება რომ გურამი მიხვდა ამას დაუყოვნებლივ. გურამმა შეხედა ემისარს და თქვა, მე ვიცი რას ნიშნავს თქვენი შეთავაზება. თქვენ გინდათ რომ მე გავხდე თქვენი მარიონეტი. თქვენ გინდათ რომ მე ვიყო ის ადამიანი, რომელიც ლაპარაკობს თქვენი სიტყვებით, რომელიც აკეთებს თქვენს ნებას. მაგრამ მე არ ვარ მარიონეტი. მე ვარ ქართველი. და ქართველები არ გარბიან. ემისარმა სცადა დარწმუნება. ვახტანგი გვიყვება რომ ის ლაპარაკობდა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, ცდილობდა ახსნას გურამისთვის, რომ გადარჩენა არ იყო სირცხვილი, რომ ემიგრაცია არ იყო ღალატი, რომ ცოცხალი ლიდერი უფრო სასარგებლო იყო, ვიდრე მკვდარი გმირი. მაგრამ გურამი არ უსმენდა. ის უბრალოდ იჯდა იქ, ამბობს ვახტანგი და უყურებდა ემისარს მშვიდად, ღირსეულად. და როდესაც ემისარმა დაასრულა, გურამმა თქვა მხოლოდ ერთი რამ, მე არ შემიძლია გავიქცე. მე ვარ სუხუმის მერი. თუ მე წავალ, ხალხი დაკარგავს იმედს. და იმედის გარეშე ისინი დაიღუპებიან. მე არ შემიძლია ამის დაშვება. ემისარმა თქვა, მაშინ თქვენ მოკვდებით. გურამმა უპასუხა, მაშინ მე მოვკვდები. ეს დიალოგი არის ის, რაც აჩვენებს გურამის ნამდვილ ხასიათს, ის არ იყო კაცი, რომელიც ეშინოდა სიკვდილის. ის იყო კაცი, რომელიც ეშინოდა ღალატისა. ის იყო კაცი, რომელიც ირჩევდა სიკვდილს ღირსებით, ვიდრე სიცოცხლეს სირცხვილით. ვახტანგი გვიყვება, რომ ემისარი გავიდა რამდენიმე წუთის შემდეგ, გაბრაზებული და უკმაყოფილო. ის თქვა, თქვენ აკეთებთ შეცდომას. თქვენ კიდით თქვენ სიცოცხლეს უაზროდ. გურამმა უპასუხა, არა. მე ვყიდი ჩემს სიცოცხლეს იმისთვის, რაც ღირს ყიდვას ჩემი ხალხის იმედისთვის. და ეს არ არის უაზრო. ვახტანგი ჩერდება, თვალებში ცრემლები უბრუნდება. ეს იყო ბოლო ჯერ, როდესაც მე ვნახე გურამი ცოცხალი. 2 დღის შემდეგ ის იყო მკვდარი. მაგრამ აქ არის ის, რაც ყველაზე შემაშფოთებელია. ვახტანგი გვიყვება, რომ ემისარი არ იყო მარტო. მასთან ერთად იყო კიდევ 2 კაცი, ერთი რუსი და ერთი ქართველი. რუსი იყო სამხედრო მაღალი რანგის ოფიცერი, რომელიც არ ლაპარაკობდა, მხოლოდ უყურებდა. ქართველი იყო ჩინოვნიკი, რომელიც მუშაობდა თბილისში მაღალ თანამდებობაზე. მე ვერ დავასახელებ მის სახელს, რადგან ის ჯერ კიდევ ცოცხალია და ის შეიძლება დამისაჯოს ამ ინფორმაციის გამჟღავნებისთვის. ვახტანგი ჩერდება, ხმა კანკალებს. მაგრამ მე შემიძლია გითხრათ ერთი, ეს კაცი იცოდა, რომ გურამი არ წავიდოდა. ის მოვიდა არა იმისთვის, რომ გადაერჩინა გურამი, არამედ იმისთვის, რომ დაეფიქსირებინა მისი უარი. ეს იყო ოფიციალური პროცედურა, თუ გურამი უარს იტყოდა დახმარებაზე, მაშინ სახელმწიფო აღარ იყო პასუხისმგებელი მის ბედზე. ეს ცინიზმი არის ის, რაც ყველაზე მტკივნეულია. გურამ შესთავაზეს გადარჩენა, არა იმიტომ, რომ მას აფასებდნენ, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფოს სჭირდებოდა იურიდიული დაცვა. თუ გურამი მოკვდებოდა, ხალხი დასვამდა კითხვას, რატომ არ გადაარჩინეს. მაგრამ თუ გურამი თვითონ უარს იტყოდა დახმარებაზე, მაშინ ბრალი იქნებოდა მის თავზე. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ პოლიტიკურ თამაშს, თამაში ადამიანის სიცოცხლით, სადაც მთავარია არა გადარჩენა, არამედ პასუხისმგებლობის თავიდან აცილება. და გურამი ამ თამაშში იყო მსხვერპლი, რომელმაც არ იცოდა, რომ თამაშობდა. ახლა მოდით ვისაუბროთ იმაზე, რაზეც არავინ საუბრობს, რა იფიქრა გურამმა ამ შეხვედრის შემდეგ. ვახტანგი გვიყვება, რომ როდესაც ემისარი გავიდა, გურამი დარჩა ოთახში მარტო დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. მე ველოდებოდი კორიდორში, ამბობს ვახტანგი, და მე მოვისმინე რაღაც, რაც მე არასოდეს დამავიწყდება. მე მოვისმინე გურამი, როგორც ისტიროდა. არა ხმამაღლა, არა დრამატულად. უბრალოდ ჩუმად მარტო ბნელ ოთახში. ეს იყო პირველი და ბოლო ჯერ, როდესაც მე მოვისმინე გურამი ტირილში. ვახტანგი ჩერდება, თვალებში ტკივილი ჩანს. როდესაც ის გამოვიდა, მისი თვალები იყო წითელი, მაგრამ მისი სახე იყო მშვიდი.
ის მომხედა და თქვა, ვახტანგ, არავის უთხრა ამის შესახებ. არავის. ეს არის ჩვენი საიდუმლოება. მე დავპირდი. და მე ვინახე ეს საიდუმლოება 35 წლის განმავლობაში. ეს მომენტი არის ის, რაც აჩვენებს გურამის ადამიანურობას, ის არ იყო უგრძნობი გმირი, რომელსაც არაფერი აწუხებდა. ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა შიშები, ეჭვები, ტკივილი. ის იყო კაცი, რომელიც სტიროდა მარტო ბნელ ოთახში, როდესაც არავინ ხედავდა. მაგრამ ის ასევე იყო კაცი, რომელიც გამოდიოდა იმ ოთახიდან მშვიდი სახით და აგრძელებდა თავისი მოვალეობის შესრულებას. ის იყო კაცი, რომელიც არ აჩვენებდა თავის სისუსტეს სხვებს, რადგან ის იცოდა, რომ მისი ხალხი საჭიროებდა ძლიერ ლიდერს, არა სუსტ ადამიანს. მაგრამ რატომ ტიროდა გურამი? ვახტანგი გვთავაზობს თავის ინტერპრეტაციას. მე ვფიქრობ, რომ გურამი ტიროდა არა იმიტომ, რომ ის ეშინოდა სიკვდილის. ის ტიროდა იმიტომ, რომ ის იცოდა, რომ მისი არჩევანი ღირდა მის ოჯახს. ის იცოდა, რომ მისი ცოლი და შვილები დარჩებოდნენ მის გარეშე. ის იცოდა, რომ ისინი იტანჯებოდნენ. ის იცოდა, რომ ისინი იკითხავდნენ, რატომ არ გადაგვარჩინე საკუთარი თავი? რატომ აირჩია სიკვდილი ჩვენი ნაცვლად? და ეს ცოდნა მას ტკენდა. ეს ცოდნა მას ანადგურებდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის არ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება. რადგან ის იცოდა, რომ მისი არჩევანი იყო სწორი, არა მარტივი, არა უტკივილო, მაგრამ სწორი. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ტრაგიკულ გმირობას, როდესაც ადამიანი აკეთებს სწორს, მაშინაც კი, როდესაც ეს სწორი მას ღირს ყველაფერი. გურამ გაბისკირია იცოდა, რომ მისი არჩევანი ღირდა მის ოჯახს, მის სიცოცხლეს, მის მომავალს. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ თუ ის გაიქცევდა, მაშინ ის დაკარგავდა იმას, რაც მას აქცევდა ადამიანად, მის ღირსებას, მის პრინციპებს, მის თვითპატივისცემას. და ის ირჩევდა ღირსებას ოჯახის ნაცვლად. ის ირჩევდა პრინციპებს სიცოცხლის ნაცვლად. და ეს არჩევანი მას ღირდა ყველაფერი. დღეს 35 წლის შემდეგ ჩვენ ვსვამთ კითხვას, რა დარჩა ჩვენთვის ამ ისტორიიდან. გურამ გაბისკირია არ იყო სრულყოფილი. ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა შიშები, ეჭვები, სისუსტეები. ის იყო კაცი, რომელიც სტიროდა მარტო ბნელ ოთახში. ის იყო კაცი, რომელიც იტანჯებოდა თავისი არჩევანის გამო. მაგრამ მიუხედავად ყველა ამ სისუსტისა, ის იყო გმირი. რადგან როდესაც მოვიდა არჩევანის დრო, ის აირჩია ის, რაც სწორი იყო, არა ის, რაც მარტივი იყო. ის აირჩია ღირსება შიშის ნაცვლად. ის აირჩია სიკვდილი ღალატის ნაცვლად. ის აირჩია თავისი ხალხის საკუთარი ოჯახის წინ. და ეს არჩევანი მას ქართველი ხალხის გულში ჩაწერა სამუდამოდ. ჩვენ ვიცით, რომ შევარდნაძე გაფრინდა და გადარჩა. ჩვენ ვიცით, რომ გურამი დარჩა და მოკვდა. მაგრამ ვინ არის ის, ვისაც ჩვენ ვლაპარაკობთ დღეს? ვინ არის ის, ვისი სახელი ცოცხლობს ჩვენს გულებში? ვინ არის ის, ვისი მაგალითი გვასწავლის, რას ნიშნავს იყო ადამიანი, იყო გმირი, იყო ქართველი? პასუხი არის აშკარა. გურამ გაბისკირია არ იყო უბრალოდ მერი. ის იყო სიმბოლო იმისა, რომ ზოგჯერ ღირსება უფრო ძვირფასია ვიდრე სიცოცხლე. რომ ზოგჯერ პრინციპები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე გადარჩენა. რომ ზოგჯერ სწორი არჩევანი არის ყველაზე რთული არჩევანი. და ეს სიმბოლო ცოცხლობს დღესაც 35 წლის შემდეგაც ჩვენს გულებში და ჩვენს მეხსიერებაში. რადგან გურამ გაბისკირია არ იყო მხოლოდ კაცი, რომელიც მოკვდა. ის იყო კაცი, რომელმა გვასწავლა როგორ ვიცხოვროთ. 35 წლის განმავლობაში, კაცი, რომელიც იყო პასუხისმგებელი გურამ გაბისკირიას პირად უსაფრთხოებაზე იმ ბოლო დღეებში ინახავდა სიჩუმეს, რომელიც აწვებოდა მის შიგნით ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს. დღეს, პირველად ამ კაცმა, რომლის სახელია გიორგი და რომელიც ახლა ცხოვრობს მარტო მთების მიღმა, სადაც არავინ იცნობს მას, ეთანხმება საუბარს იმაზე, რაც ნამდვილად მოხდა 27 სექტემბრის ბოლო საათებში. ის, რასაც ის გვიამბობს, არის არა მხოლოდ ისტორია გურამის შესახებ, არამედ ისტორია ღალატის შესახებ, ღალატის, რომელიც მოვიდა არა მტრისგან, არამედ მეგობრისგან, არა გარედან, არამედ შიგნიდან, არა უცხოებისგან, არამედ იმ ადამიანებისგან, რომლებსაც გურამი ენდობოდა ყველაზე მეტად. ეს არის ისტორია იმის შესახებ, როგორ იღუპება გმირები, არა ბრძოლაში, არამედ ღალატში, არა მტრის ხელით, არამედ მეგობრის დანით. გიორგი იწყებს თავის მოთხრობას 26 სექტემბრის საღამოდან, ერთი დღით ადრე ყველაფრის დასრულებამდე. იმ საღამოს, ამბობს გიორგი, ხმა ძლივს ისმის, გურამთან მოვიდა ადამიანი, რომელსაც ის იცნობდა 10 წლეულების განმავლობაში.
ეს იყო მისი ძველი მეგობარი, კაცი, რომელთანაც ის ერთად სწავლობდა, ერთად მუშაობდა, ერთად იზიარებდა ოცნებებს და იმედებს. ეს კაცი შემოვიდა გურამის ოფისში და თქვა: გურამ, მე მაქვს ინფორმაცია. ინფორმაცია, რომელიც შეგიძლია გადაგარჩინოს. მაგრამ შენ უნდა მომიჯერო და გააკეთო ზუსტად ის, რასაც გეტყვი. გიორგი ჩერდება, თვალებში ტკივილი ჩანს. გურამმა მიჯერა. რადგან ეს იყო მისი მეგობარი. რადგან ეს იყო კაცი, რომელსაც ის ენდობოდა. და ეს ნდობა მას ღირდა სიცოცხლე. რა უთხრა ამ კაცმა გურამს? გიორგი, რომელიც იდგა კარის უკან და ისმენდა საუბარს, გვიყვება დეტალებს, რომლებიც აქამდე არასოდეს ყოფილა ცნობილი. მეგობარმა უთხრა გურამს: ხვალ დილით 9 საათზე სეპარატისტები შეიჭრებიან შენობაში. მაგრამ მე ვიცი საიდუმლო გზა, რომლითაც შენ შეგიძლია გაქცევა. არა ის გვირაბი, რომელიც მიდის ზღვისკენ, ის უკვე დაბლოკილია. არამედ სხვა გზა, რომელიც მიდის ჩრდილოეთით, მთებისკენ. იქ იქნება ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან. მაგრამ შენ უნდა წახვიდე ზუსტად 8 საათზე დილით. არა ადრე, არა გვიან. 8 საათზე. გიორგი ჩერდება, სუნთქვა მძიმე ხდება. გურამმა ჰკითხა: და დანარჩენი? ვინ გადაარჩენს დანარჩენს? მეგობარმა უპასუხა: გურამ, შენ ვერ გადაარჩენ ყველას. შენ შეგიძლია გადაარჩინო მხოლოდ საკუთარი თავი. და თუ შენ გადარჩები, შენ შეძლებ გააგრძელო ბრძოლა. მაგრამ თუ შენ მოკვდები, ყველაფერი დაიკარგება. ეს არგუმენტი ჟღერდა ლოგიკურად. ეს არგუმენტი ჟღერდა გონივრულად. და გურამი, რომელიც იყო დაღლილი, შეშინებული, დაბნეული, თითქმის დაეთანხმა. გიორგი გვიყვება, რომ გურამმა თქვა: კარგი. მე წავალ. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენ დამპირდები, რომ დანარჩენი ადამიანები, ის 50 ადამიანი, რომლებიც არიან შენობაში, ასევე გადარჩებიან. მეგობარმა დახპირდა. ის თქვა: გურამ, მე დავპირდები. ყველა გადარჩება. მე პირადად ვიზრუნებ ამაზე. მაგრამ შენ უნდა წახვიდო 8 საათზე. ზუსტად 8 საათზე. გიორგი ჩერდება, თვალებში წრემლები უბრუნდება. გურამმა დახპირდა. ის თქვა: კარგი. მე წავალ 8 საათზე. მეგობარი გავიდა. გურამი დარჩა. და მე ვიცოდი, რაღაც არ იყო სწორი. რაღაც იყო ძალიან არასწორი. რა იყო არასწორი? გიორგი გვიყვება, რომ ის გაჰყვა მეგობარს, როდესაც ის გავიდა შენობიდან. მე ვნახე, როგორ შევიდა ის მანქანაში, სადაც ელოდა კიდევ 2 კაცი. ერთი მათგანი იყო სამხედრო უნიფორმაში, არა ქართული, არამედ სხვა. მე ვერ განვასხვავე რომელი, მაგრამ ეს არ იყო ჩვენი უნიფორმა. მეორე იყო ჩაცმული სამოქალაქო ტანსაცმელში, მაგრამ მისი სახე იყო ნაცნობი. მე ვიცოდი, რომ ეს კაცი მუშაობდა სეპარატისტებთან. გიორგი ჩერდება, ხმა კანკალებს. იმ მომენტში მე მივხვდი, გურამის მეგობარი არ ცდილობდა მის გადარჩენას. ის ცდილობდა მის ხაფანგში ჩაგდებას. ის ცდილობდა, რომ გურამი გამოსულიყო შენობიდან 8 საათზე, როდესაც სეპარატისტები უკვე იქნებოდნენ გარეთ და ელოდნენ მას. ეს იყო ხაფანგი. ეს იყო ღალატი. გიორგი გარბის უკან შენობაში და ეძებს გურამს. მაგრამ გურამი უკვე არ არის თავის ოფისში. ის არის სარდაფში, სადაც ისწვავს დოკუმენტებს. გიორგი ეძებს მას ყველგან, მაგრამ ვერ პოულობს. და როდესაც ის საბოლოოდ პოულობს მას, უკვე გვიანია, უკვე არის 7 საათი და 55 წუთი დილით. 15 წუთი რჩება იმ დრომდე, როდესაც გურამი უნდა გამოსულიყო შენობიდან და შესულიყო ხაფანგში. მე ვუყვირე მას, ამბობს გიორგი, ხმა ძლივს ისმის: გურამ, არ წახვიდე. ეს არის ხაფანგი. შენი მეგობარი ღალატობს. მაგრამ გურამმა არ მიჯერა. ის თქვა: გიორგი, შენ ცდები. ის არის ჩემი მეგობარი. ის არასოდეს გამღალატებდა. მე ვთქვი: გურამ, მე ვნახე. მე ვნახე ის მანქანაში სეპარატისტებთან. გურამმა შეხედა მე და თქვა: შესაძლოა შენ ცდები. შესაძლოა ის ცდილობს დაეხმაროს. მე არ შემიძლია ვიფიქრო, რომ ჩემი მეგობარი გამღალატებს. ეს ნდობა, ეს ბრმა, უპირობო ნდობა მეგობრის მიმართ, იყო ის, რაც გურამს ღირდა სიცოცხლე. გიორგი გვიყვება, რომ ის ცდილობდა დაერწმუნებინა გურამი კიდევ 10 წუთის განმავლობაში, მაგრამ გურამი არ უსმენდა. ის ამბობდა: გიორგი, მე უნდა ვენდო ადამიანებს. თუ მე ვერ ვენდობი ჩემს მეგობრებს, მაშინ ვის შემიძლია ვენდო? მე ვთქვი: გურამ, ზოგჯერ მეგობრები ღალატობენ,
ზოგჯერ ყველაზე ახლო ადამიანები არიან ყველაზე საშიში. მაგრამ გურამმა თქვა, არა ჩემი მეგობარი. ის არასოდეს გამღალატებდა. გიორგი ჩერდება, თვალებში სიცარიელე ჩანს. და მერე მოვიდა 8 საათი. და გურამი არ წავიდა. ის დარჩა შენობაში. რადგან ბოლო მომენტში ის მაინც გადაწყვიტა, ის არ მიატოვებდა თავის ხალხს. მიუხედავად იმისა, რომ მისი მეგობარი ჰპირდებოდა გადარჩენას, მიუხედავად იმისა, რომ ის ჰქონდა შანსი გაქცევისთვის, ის დარჩა. რადგან ის იყო გურამ გაბისკირია. და გურამ გაბისკირია არ გარბოდა. მაგრამ რა მოხდა იმ მეგობართან? გიორგი გვიყვება, რომ ის ცდილობდა იპოვოს ინფორმაცია ამ კაცის შესახებ 25 წლის განმავლობაში. მე ვიცი, რომ ის გადარჩა. მე ვიცი, რომ ის ცხოვრობს დღესაც სადღაც რაღაც ქვეყანაში, რაღაც სახელით. მე ვიცი, რომ მას ჰქონდა ფული, ბევრი ფული, რომელიც მან მიიღო თავისი ღალატისთვის. მაგრამ მე არ ვიცი ზუსტად სად არის ის. მე არ ვიცი ზუსტად ვინ არის ის ახლა. გიორგი ჩერდება, ხმა კანკალებს. მაგრამ მე ვიცი ერთი, ეს კაცი ცხოვრობს თავისი ღალატით ყოველ დღე. ის ცხოვრობს იმ ცოდნით, რომ მან მოკლა თავისი მეგობარი. და ეს ცოდნა არის უარესი ვიდრე ნებისმიერი სასჯელი, რომელსაც მე შემეძლო მიმეცა მისთვის. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ღალატის ფასს, არა იურიდიულ სასჯელს, არამედ მორალურ ტვირთს, რომელიც მღალატემ უნდა იტვირთოს ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს. გურამის მეგობარმა მიიღო ფული თავისი ღალატისთვის. ის მიიღო ახალი სიცოცხლე, ახალი სახელი, ახალი ქვეყანა. მაგრამ ის ასევე მიიღო რაღაც, რაც ის ვერასოდეს მოიშორებს, ის მიიღო ცოდნა, რომ მან მოკლა თავისი მეგობარი. და ეს ცოდნა არის ის, რაც მას ანადგურებს ყოველ დღე. ახლა წარმოიდგინეთ ეს სცენა, 27 სექტემბრის 8 საათი დილით. გურამ გაბისკირია დგას შენობის ფანჯარასთან და უყურებს ქუჩას, სადაც ის იცის, რომ მისი მეგობარი ელოდება მას, არა იმისთვის, რომ გადაარჩინოს, არამედ იმისთვის, რომ ჩააგდოს ხაფანგში. გურამი იცის ამას. გიორგი მოუთხრა მას. მაგრამ გურამი ასევე იცის რაღაც სხვა, ის იცის, რომ თუ ის არ წავა, მისი მეგობარი იფიქრებს, რომ ის არ ენდობა მას. და გურამი არ უნდა, რომ მისმა მეგობარმა იფიქროს ასე. რადგან მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ღალატისა, მიუხედავად ხაფანგისა, გურამი ჯერ კიდევ ენდობა ადამიანებს. ის ჯერ კიდევ სჯერა, რომ ადამიანები არიან კარგები. და ეს რწმენა არის ის, რაც მას აქცევს გმირად, არა ის, რომ ის იყო ძლიერი, არამედ ის, რომ ის იყო კეთილი. არა ის, რომ ის იყო გონიერი, არამედ ის, რომ ის იყო ნდობით სავსე. მაგრამ ბოლო მომენტში გურამი არ გადის. ის რჩება შენობაში. რადგან ის იცის, რომ მისი ხალხი საჭიროებს მას. ის იცის, რომ თუ ის წავა, ისინი დაკარგავენ იმედს. და გურამი არ შეუძლია ამის დაშვება. ის ირჩევს თავის ხალხს თავისი მეგობრის წინ. ის ირჩევს ღირსებას გადარჩენის წინ. ის ირჩევს სიკვდილს ღალატის წინ. და ეს არჩევანი მას ქართველი ხალხის გულში ჩაწერს სამუდამოდ. რამდენმა ჩვენგანმა იცის, რას აირჩევდა იმ სიტუაციაში. რამდენი ჩვენგანი დარჩებოდა, როდესაც მეგობარი გვთავაზობდა გადარჩენას. რამდენი ჩვენგანი ენდობოდა ადამიანებს, მაშინაც კი, როდესაც ისინი გვღალატობდნენ. გურამ გაბისკირიამ გააკეთა ეს. და ეს არჩევანი არის ის, რაც მას გმირად აქცევს, არა ის, რომ ის მოკვდა, არამედ ის, რომ მან აირჩია სიკვდილი, როდესაც მას შეეძლო სიცოცხლე. ის აირჩია ნდობა, როდესაც მას შეეძლო ეჭვი. ის აირჩია სხვები, როდესაც მას შეეძლო საკუთარი თავი. გურამ გაბისკირიას პირად სეიფში, რომელიც გაიხსნა მხოლოდ 30 წლის შემდეგ, როდესაც საბოლოოდ იპოვეს კოდი, აღმოაჩინეს ერთი დოკუმენტი, რომელიც ყველაფერს ხსნის. ეს იყო სია, არა ჩვეულებრივი ადმინისტრაციული სია, არამედ ხელნაწერი ჩანაწერი, დათარიღებული 25 სექტემბრით 1993 წელს, 2 დღით ადრე ყველაფრის დასრულებამდე. ამ სიაში იყო 15 სახელი, არა ის ადამიანები, რომლებიც უნდა გადარჩენილიყვნენ, არამედ ის ადამიანები, რომლებიც გურამის აზრით აპირებდნენ მის ღალატს. ეს იყო შავი სია, სია იმ ადამიანებისა, რომლებსაც გურამი აღარ ენდობოდა, რომლებსაც ის თვლიდა საშიშად, რომლებსაც ის ეჭვობდა თანამშრომლობაში მტერთან. და ამ სიაში პირველ ადგილზე იდგა მისი ძველი მეგობრის სახელი, ის კაცი, რომელმაც სცადა მისი ხაფანგში ჩაგდება ბოლო დღეს. ეს ნიშნავს, რომ გურამი იცოდა. ის იცოდა, რომ მისი მეგობარი გამღალატებდა. ის იცოდა, რომ ის არ შეეძლო ენდო. მაგრამ მიუხედავად ამისა, როდესაც მისი მეგობარი მოვიდა და შესთავაზა დახმარება, გურამი თითქმის დაეთანხმა.
რატომ? რატომ ენდობოდა ის კაცს, რომელსაც ის თვლიდა მღალატედ? პასუხი არის მარტივი და ამავე დროს რთული, რადგან გურამი უნდოდა სჯეროდა. ის უნდოდა სჯეროდა, რომ ადამიანები არიან კარგები. ის უნდოდა სჯეროდა, რომ მეგობრობა არის რეალური. ის უნდოდა სჯეროდა, რომ ღალატი არ არის გარდაუვალი. და ეს სურვილი სჯეროდა კარგში, მიუხედავად ყველა მტკიცებულებისა ცუდის შესახებ, იყო ის, რაც გურამს აქცევდა არა მხოლოდ გმირად, არამედ წმინდანად. ნინო, ყოფილი მდივანი, რომელმაც ნახა ეს სია, როდესაც გურამი წერდა მას, გვიყვება, მე შევედი მის ოფისში 25 სექტემბრის საღამოს და ვნახე, რომ ის წერდა რაღაცას. როდესაც ის დაასრულა, მან ჩამიდო ქაღალდი და თქვა, ნინო, შეინახე ეს. თუ რაიმე მომხდება, ეს დოკუმენტი უნდა გადაეცეს უშიშროების სამსახურს. მე ვკითხე, რა არის ეს? ის უპასუხა, ეს არის სია იმ ადამიანებისა, რომლებიც, ჩემი აზრით, თანამშრომლობენ მტერთან. მე არ მაქვს მტკიცებულება. მე მაქვს მხოლოდ ეჭვი. მაგრამ ეს ეჭვი არის საკმარისად ძლიერი, რომ დავწერო ეს სია. ნინო ჩერდება, თვალებში ტკივილი ჩანს. მე წავიკითხე სია და ვნახე მისი მეგობრის სახელი პირველ ადგილზე. მე ვკითხე, გურამ, ეს არის შენი მეგობარი. როგორ შეგიძლია ეჭვი მასში? ის მომხედა და თქვა, ნინო, ზოგჯერ ყველაზე ახლო ადამიანები არიან ყველაზე საშიში. ზოგჯერ მეგობრობა არის ნიღაბი ღალატისთვის. მე არ მინდა სჯეროდა ამას. მაგრამ მე ვხედავ ნიშნებს. და ეს ნიშნები მეუბნება, ფრთხილად იყავი. ეს სია არის ის, რაც აჩვენებს გურამის ნამდვილ ინტელექტს, ის არ იყო ბრმა იდეალისტი, რომელიც ენდობოდა ყველას. ის იყო გონიერი, ფრთხილი ლიდერი, რომელიც ამოწმებდა ადამიანებს, აფასებდა რისკებს, ემზადებოდა საშიშროებისთვის. ის იცოდა, ვინ იყო მისი მტრები. ის იცოდა, ვინ შეეძლო მის ღალატი. მაგრამ მიუხედავად ამ ცოდნისა, ის არ იქცეოდა პარანოიულად. ის არ ამოწმებდა ყველას. ის არ ეჭვობდა ყველას. ის აგრძელებდა მუშაობას, აგრძელებდა ნდობას, აგრძელებდა იმედის შენარჩუნებას. რადგან ის იცოდა, რომ თუ ის დაკარგავდა ნდობას ადამიანებში, მაშინ ის დაკარგავდა ყველაფერს, რისთვისაც ის იბრძოდა. მაგრამ აქ არის ის, რაც ყველაზე შემაშფოთებელია. ამ სიაში, გურამის მეგობრის სახელის გვერდით, იდგა ხელნაწერი შენიშვნა, ის იცის ყველაფერს. ის იცის ჩემი ოჯახის ადგილსამყოფელი. ის იცის ევაკუაციის გეგმები. ის იცის საიდუმლო გვირაბები. თუ ის ნამდვილად თანამშრომლობს მტერთან, მაშინ ყველაფერი დაკარგულია. ეს ნიშნავს, რომ გურამი იცოდა, თუ მისი მეგობარი იყო მღალატე, მაშინ არა მხოლოდ ის თვითონ იყო საშიშროებაში, არამედ მთელი ოპერაცია, მთელი გეგმა, მთელი იმედი გადარჩენისთვის იყო კომპრომეტირებული. და მიუხედავად ამისა, გურამი არ გამოაცხადა ეს ინფორმაცია. ის არ დააპატიმრა თავისი მეგობარი. ის არ გამოაძევა ის. ის უბრალოდ დაწერა ეს სია და ჩაიდო სეიფში, იმედით, რომ ის ცდებოდა, იმედით, რომ მისი ეჭვი იყო უსაფუძვლო. რატომ? რატომ არ მოიქცა გურამი? ნინო გვთავაზობს თავის ახსნას. გურამი ამბობდა, ნინო, თუ მე დავიწყებ ადამიანების დაპატიმრება ეჭვის საფუძველზე, მაშინ მე გავხდები ის, რასაც ვებრძვი. მე გავხდები ტირანი, რომელიც ეჭვობს ყველას, რომელიც აპატიმრებს უდანაშაულოებს, რომელიც ანადგურებს ნდობას. და თუ მე გავხდები ასეთი, მაშინ ჩემი ბრძოლა კარგავს აზრს. ნინო ჩერდება, ხმა კანკალებს. ეს იყო გურამის ფილოსოფია, უკეთესია ვიყო მოღალატე ეჭვის გამო, ვიდრე დავაპატიმრო უდანაშაულო ეჭვის გამო. უკეთესია დავკარგო ბრძოლა ნდობით, ვიდრე მოვიგო ბრძოლა შიშით. და ეს ფილოსოფია მას ღირდა სიცოცხლე. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ტრაგიკულ იდეალიზმს, როდესაც ადამიანი იცავს თავის პრინციპებს, მაშინაც კი, როდესაც ეს პრინციპები მას კლავს. გურამ გაბისკირია მიცოდა, რომ მისი მეგობარი შეიძლებოდა ყოფილიყო მღალატე. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ თუ ის დაიწყებდა ადამიანების დაპატიმრებას ეჭვის საფუძველზე, მაშინ ის დაკარგავდა იმას, რისთვისაც ის იბრძოდა, თავისუფლებას, სამართლიანობას, ადამიანურობას. და გურამი ირჩევდა სიკვდილს ამ ღირებულებების დაკარგვის ნაცვლად. ის ირჩევდა რისკს უსაფრთხოების ნაცვლად. ის ირჩევდა ნდობას შიშის ნაცვლად. ახლა მოდით ვისაუბროთ იმაზე, რაც მოხდა იმ სიაში ჩამოთვლილ ადამიანებთან ტრაგედიის შემდეგ. ნინო, რომელმაც შეინახა ეს სია და გადასცა უშიშროების სამსახურს, გვიყვება, მე მივეცი სია უშიშროებას ოქტომბერში, რამდენიმე კვირის შემდეგ გურამის სიკვდილის შემდეგ. მე ველოდი, რომ ისინი დაიწყებდნენ გამოძიებას, რომ ისინი დააპატიმრებდნენ ამ ადამიანებს, რომ ისინი გამოარკვევდნენ სიმართლეს. მაგრამ არაფერი მოხდა.
არავინ დააპატიმრეს. არავინ გამოიძიეს. სია უბრალოდ გაქრა. ნინო ჩერდება, თვალებში ბრაზი ჩანს. მე ვკითხე, რატომ? რატომ არ მოქმედებთ? მათ მიპასუხეს, ნინო, ეს სია არის მხოლოდ ეჭვი. არა მტკიცებულება. ჩვენ ვერ დავაპატიმრებთ ადამიანებს ეჭვის საფუძველზე. მე ვთქვი, მაგრამ ეს ეჭვი იყო გურამ გაბისკირიასი. ის იყო კაცი, რომელიც იცოდა ყველაფერი. მათ უპასუხეს ზუსტად. ის იყო ეჭვი. არა მტკიცებულება. ეს პასუხი არის ის, რაც აჩვენებს სისტემის ნამდვილ ბუნებას, სისტემა, რომელიც ითხოვს მტკიცებულებას, არა ეჭვს, რომელიც იცავს უდანაშაულობის პრეზუმპციას, არა სამართლიანობის პრინციპს. ეს არის სისტემა, რომელიც იცავს მღალატეებს, რადგან მათ აქვთ უფლებები და ტოვებს გმირებს. დაუცველს, რადგან მათ აქვთ მხოლოდ ეჭვები. და ეს სისტემა არის ის, რაც მოკლა გურამ გაბისკირიას, არა სეპარატისტებმა, არამედ სისტემამ, რომელიც ვერ დაიცვა ის, რომელიც ვერ დაიჯერა ის, რომელიც ვერ მოქმედა მის ეჭვებზე. მაგრამ რა მოხდა გურამის მეგობართან? ნინო გვიყვება, რომ ის ცდილობდა იპოვოს ინფორმაცია ამ კაცის შესახებ 30 წლის განმავლობაში. მე ვიცი, რომ ის გაქცა ქვეყნიდან ოქტომბერში, რამდენიმე კვირის შემდეგ ტრაგედიის შემდეგ. მე ვიცი, რომ მას ჰქონდა ფული, ბევრი ფული, რომელიც გამოჩნდა მის ანგარიშზე უეცრად. მე ვიცი, რომ ის ცხოვრობს დღესაც სადღაც ევროპაში, ახალი სახელით, ახალი ცხოვრებით. ნინო ჩერდება, ხმა კანკალებს. მაგრამ მე ასევე ვიცი რაღაც სხვა. მე ვიცი, რომ ამ კაცმა სცადა დაკავშირება ჩემთან 10 წლის წინ. ის გამომიგზავნა წერილი, ანონიმური წერილი, სადაც ის წერდა, მე ვინახავ ამ საიდუმლოებას 20 წლის განმავლობაში. მე ვცხოვრობ ამ ტვირთით ყოველ დღე. მე მინდა გითხრათ სიმართლე. მაგრამ მე ვეშინია. მე ვეშინია, რომ თუ მე ვიტყვი სიმართლეს, მე მოვკვდები. არა სასამართლოში, არამედ ჩემს გულში. რადგან სიმართლე მომკლავს უფრო მეტად ვიდრე ნებისმიერი სასჯელი. ეს წერილი არის ის, რაც აჩვენებს ღალატის ნამდვილ ფასს, არა ფულს, რომელიც მიიღო მღალატემ, არამედ ტვირთს, რომელიც მან უნდა იტვირთოს ყოველ დღე. გურამის მეგობარმა მიიღო ყველაფერი, რაც მას უნდოდა, ფული, უსაფრთხოება, ახალი ცხოვრება. მაგრამ ის ასევე მიიღო რაღაც, რაც ის ვერასოდეს მოიშორებს, ის მიიღო ცოდნა, რომ მან მოკლა თავისი მეგობარი. და ეს ცოდნა არის ის, რაც მას ანადგურებს ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს. დღეს 35 წლის შემდეგ ჩვენ ვსვამთ კითხვას, რა ღირს მეგობრობა? რა ღირს ნდობა? გურამ გაბისკირიამ გვიპასუხა ამ კითხვებზე თავისი სიცოცხლით. ის გვიჩვენა, რომ მეგობრობა ღირს ყველაფერი, მაშინაც კი, როდესაც მეგობარი ღალატობს. ის გვიჩვენა, რომ ნდობა ღირს ყველაფერი, მაშინაც კი, როდესაც ნდობა გკლავს. ის გვიჩვენა, რომ პრინციპები ღირს ყველაფერი, მაშინაც კი, როდესაც პრინციპები გიღირს სიცოცხლე. და ეს გაკვეთილი ღირს 1000 სიტყვისა, 1000 ძეგლისა, 1000 ისტორიისა. 27 სექტემბრის 15 საათზე და 30 წუთზე, როდესაც სეპარატისტებმა საბოლოოდ შეიჭრნენ მთავრობის შენობაში და მოითხოვეს ჩაბარება, გურამ გაბისკირია იდგა დიდი დარბაზის ცენტრში, გარშემორტყმული 50 ადამიანით, რომლებიც უყურებდნენ მას იმედით, შიშით, სასოწარკვეთით. ეს იყო მომენტი, როდესაც ყველაფერი უნდა დასრულებულიყო, მომენტი, როდესაც გურამს შეეძლო ჩაბარება, შეეძლო ევედრებინა წყალობა, შეეძლო სცადა მოლაპარაკება. მაგრამ ის არ გააკეთა ეს. ის დადგა იქ მშვიდად ღირსეულად და თქვა სიტყვები, რომლებიც ქართველმა ხალხმა არასოდეს დაივიწყებს, არასოდეს. მე ვარ ქართველი. ეს იყო არა ლოზუნგი. ეს იყო არა პოლიტიკური განცხადება. ეს იყო უბრალოდ სიმართლე იმის შესახებ, ვინ იყო ის და რისთვის იბრძოდა. და ეს სიმართლე ღირდა მის სიცოცხლეს. რა მოხდა იმ ბოლო წუთებში? ლევან, ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, რომელიც იყო დარბაზში, გვიყვება, როდესაც სეპარატისტები შემოვიდნენ, ისინი ყვიროდნენ, ისინი ემუქრებოდნენ, ისინი მიმართავდნენ იარაღს ჩვენკენ. ყველა ჩვენგანი ვიყავით შეშინებული. ზოგიერთი ტიროდა, ზოგიერთი ლოცულობდა, ზოგიერთი უბრალოდ იდგა სიჩუმეში და ელოდა ბოლოს. მაგრამ გურამი არ იყო შეშინებული. ის იდგა იქ, მშვიდად და უყურებდა სეპარატისტების ლიდერს თვალებში. ლევანი ჩერდება, ხმა კანკალებს. სეპარატისტების ლიდერმა ჰკითხა, ვინ ხართ თქვენ? გურამმა უპასუხა, მე ვარ გურამ გაბისკირია, სუხუმის მერი. ლიდერმა თქვა, თქვენ ჩაბარდებით? გურამმა უპასუხა, არასოდეს. მე ვარ ქართველი. და ქართველები არ ჩაბარდებიან.
ეს სიტყვები იყო ის, რაც გურამს ღირდა სიცოცხლე. ლევანი გვიყვება, რომ სეპარატისტების ლიდერი გაბრაზდა. ის ყვიროდა, თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენ ხართ გმირი? თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი სიტყვები გადაგარჩენთ? გურამმა მშვიდად უპასუხა, არა. ჩემი სიტყვები არ გადამარჩენს. მაგრამ ისინი გადაარჩენენ ჩემს ღირსებას. და ღირსება არის ის, ვისთვისაც ღირს სიკვდილი. ლევანი ჩერდება, თვალებში წრემლები უბრუნდება. ამ სიტყვების შემდეგ სეპარატისტების ლიდერმა გასცა ბრძანება. და ყველაფერი დასრულდა ძალიან სწრაფად. რა მოხდა შემდეგ? ლევანი არ საუბრობს დეტალებზე, რადგან ისინი არის ძალიან მტკივნეული. მაგრამ ის ამბობს ერთს, გურამი შეხვდა თავის ბედს ღირსეულად. ის არ ევედრებოდა. ის არ ტიროდა. ის არ ცდილობდა გაქცევას. ის უბრალოდ იდგა იქ, მშვიდად და ელოდა. და როდესაც ბოლო მოვიდა, ის დახურა თვალები და თქვა რაღაც, რაც მე ვერ მოვისმინე. მაგრამ მე ვიცი, რა იყო ეს, ის ლოცულობდა. არა საკუთარი თავისთვის, არამედ თავისი ოჯახისთვის, თავისი ხალხისთვის, თავისი ქვეყნისთვის. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გმირულ სიკვდილს, როდესაც ადამიანი კვდება არა შიშით, არამედ ღირსებით, არა სასოწარკვეთით, არამედ მშვიდობით, არა ბრაზით, არამედ სიყვარულით. გურამ გაბისკირია მოკვდა ზუსტად ასე, ღირსეულად, მშვიდად, სიყვარულით. და ეს სიკვდილი არის ის, რაც მას გმირად აქცევს, არა ის, რომ ის მოკვდა, არამედ ის, თუ როგორ მოკვდა. არა ის, რომ ის დაკარგა სიცოცხლე, არამედ ის, რომ მან შეინარჩუნა ღირსება. რა მოხდა იმ ადამიანებთან, რომლებიც გადარჩნენ იმ დღეს? ლევანი, რომელიც იყო დარბაზში გურამთან ერთად, გვიყვება, ჩვენგან ზოგიერთი გადარჩა. სეპარატისტებმა გაგვიშვეს რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც მათ მიხვდნენ, რომ ჩვენ არ ვიყავით სამხედროები, არამედ ჩვეულებრივი მოხელეები. მაგრამ გურამი და ჟიული, ისინი არ გადარჩნენ. მათი გზა დასრულდა იქ, იმ შენობაში, იმ დღეს. ლევანი ჩერდება, ხმა კანკალებს. მე ხშირად ვფიქრობ, რატომ გადავრჩი მე და არა ისინი. რატომ მე მაქვს შანსი ვიცხოვრო, ვიხილოთ ჩემი შვილები, ვიხილოთ ჩემი შვილიშვილები, ხოლო მათ არ აქვთ. და ერთადერთი პასუხი, რომელიც მე მაქვს, არის ის, რადგან ისინი იყვნენ ლიდერები და ლიდერები იხდიან ყველაზე მაღალ ფასს. რა შეიცვალა საქართველოში ამ ტრაგედიის შემდეგ? ქვეყანა დაკარგა სოხუმი. ქვეყანა დაკარგა აფხაზეთი. ქვეყანა დაკარგა ათობით ათასი ადამიანი, რომლებიც გახდნენ ლტოლვილები, რომლებიც დაკარგეს თავიანთი სახლები, თავიანთი მიწა, თავიანთი მომავალი. მაგრამ ქვეყანამ ასევე მიიღო რაღაც, ქვეყანამ მიიღო გმირები. გმირები, როგორიცაა გურამ გაბისკირია და ჟიული შარტავა, რომლებმაც გვიჩვენეს, რას ნიშნავს იყო ქართველი, რას ნიშნავს იყო ლიდერი, რას ნიშნავს იყო ადამიანი. ედუარდ შევარდნაძე გადარჩა და განაგრძო ქვეყნის მართვა კიდევ 10 წლეულების განმავლობაში. ის გააკეთა რეფორმები, ის მოაწერა ხელი ხელშეკრულებებს, ის მიიღო საერთაშორისო აღიარება. ის იყო პოლიტიკოსი, რომელმაც გააკეთა ის, რაც პოლიტიკოსები აკეთებენ, ის გადარჩა, ის მოლაპარაკებდა, ის კომპრომისებს დებდა. და ეს არ არის ცუდი, ეს არის უბრალოდ სხვა გზა. მაგრამ გურამ გაბისკირია აირჩია სხვა გზა, რომელიც არ იძლეოდა კომპრომისს, რომელიც არ იძლეოდა მოლაპარაკებას, რომელიც იძლეოდა მხოლოდ ღირსებას ან სიკვდილს. და ის აირჩია ღირსება. დღეს, 25 წლის შემდეგ, ჩვენ ვსვამთ კითხვას, ვინ დარჩა ხალხის გულში? ვინ არის ის, ვისაც ლაპარაკობენ დედები თავიანთ შვილებთან? ვინ არის ის, ვისი სახელი ახსენებენ, როდესაც საუბრობენ გმირობაზე? შევარდნაძე იყო დიდი პოლიტიკოსი. ის იყო კაცი, რომელმაც შეცვალა ისტორია. მაგრამ გურამ გაბისკირია იყო რაღაც მეტი, ის იყო სიმბოლო. სიმბოლო იმისა, რომ ზოგჯერ ღირსება უფრო ძვირფასია ვიდრე სიცოცხლე. რომ ზოგჯერ პრინციპები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე გადარჩენა. რომ ზოგჯერ სწორი არჩევანი არის ყველაზე რთული არჩევანი. მაგრამ აქ არის ის, რაზეც არავინ საუბრობს, რა დარჩა ამ ისტორიიდან გამოუცხადებელი. რა საიდუმლოებები ჯერ კიდევ არის დამალული. ვინ იყო ის ადამიანები, რომლებმაც ნამდვილად მიიღეს გადაწყვეტილებები იმ დღეებში? ვინ იყო ის ადამიანები, რომლებმაც გასცეს ბრძანებები, რომლებმაც დახურეს გზები, რომლებმაც გააუქმეს ევაკუაცია? ჩვენ ვიცით, რომ გურამი და ჟიული დარჩნენ. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რატომ მათ მოუჭიათ დარჩენა. რატომ არ იყო ევაკუაცია? რატომ არ მოვიდა დახმარება? ეს კითხვები რჩება უპასუხოდ. და შესაძლოა, ისინი ყოველთვის დარჩება უპასუხოდ. რადგან ის ადამიანები, რომლებმაც იციან პასუხები, არ საუბრობენ.
ისინი ცხოვრობენ თავიანთ ახალ ცხოვრებაში, თავიანთ ახალ ქვეყნებში, თავიანთ ახალ სახელებით. ისინი ინახავენ თავიანთ საიდუმლოებებს. და ეს საიდუმლოებები არის ის, რაც ყველაზე მტკივნეულია, არა ის, რაც მოხდა, არამედ ის, რაც არ მოხდა. არა ის, ვინ მოკვდა, არამედ ის, ვინ არ გადაარჩინა. მაგრამ მიუხედავად ყველა ამ საიდუმლოებისა, მიუხედავად ყველა ამ უპასუხო კითხვისა, ერთი რამ არის აშკარა, გურამ გაბისკირია იყო გმირი. არა იმიტომ, რომ ის იყო სრულყოფილი, არამედ იმიტომ, რომ ის იყო ადამიანი. არა იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა შიშები, არამედ იმიტომ, რომ მან დაძლია თავისი შიშები. არა იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა არჩევანი, არამედ იმიტომ, რომ მან აირჩია სწორი, მაშინაც კი, როდესაც სწორი იყო ყველაზე რთული. დღეს, როდესაც ჩვენ ვუყურებთ უკან იმ დღეებს, ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ ტრაგედიას, არამედ გაკვეთილს. გაკვეთილს იმის შესახებ, რას ნიშნავს იყო ლიდერი, არა ის, ვინც გარბის, როდესაც საშიშროება მოდის, არამედ ის, ვინც რჩება. არა ის, ვინც ირჩევს საკუთარ თავს, არამედ ის, ვინც ირჩევს სხვებს. არა ის, ვინც ცხოვრობს გრძელ ცხოვრებას, არამედ ის, ვინც ცხოვრობს ღირსეულ ცხოვრებას. გურამ გაბისკირია ცხოვრობდა მხოლოდ 46 წელი. ეს არ არის გრძელი ცხოვრება. მაგრამ ამ 46 წელში ის გააკეთა მეტი, ვიდრე ბევრი ადამიანი აკეთებს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. ის ემსახურებოდა თავის ხალხს. ის იბრძოდა თავისი ქალაქისთვის. ის იცავდა თავის პრინციპებს. და როდესაც მოვიდა არჩევანის დრო, ის აირჩია ის, რაც სწორი იყო, არა ის, რაც მარტივი იყო. ეს არის ის, რასაც ჩვენ უნდა ვიხსენებდეთ. არა ის, რომ გურამი მოკვდა, არამედ ის, თუ როგორ ცხოვრობდა. არა ის, რომ ის დაკარგა სიცოცხლე, არამედ ის, რომ მან შეინარჩუნა ღირსება. არა ის, რომ ის იყო მსხვერპლი, არამედ ის, რომ ის იყო გმირი. ძვირფასო მაყურებლებო, თუ თქვენ ნახეთ ეს ტრაგიკული ისტორია ბოლომდე, დაწერეთ კომენტარებში, რომელი ქალაქიდან ხართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად ახსოვთ ჯერ კიდევ გურამ გაბისკირია. და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ სიმართლე ისტორიის გმირების შესახებ.